საღამშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 14 მარტი, ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, ანუ დიდი სივრცე არის პირდაპირ ეთერში, არის როგორც რადიო აუდიტორიისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჩვენს გადაცემას უყურებს YouTube-ით და Facebook-ით. დღეს ჩვენ ყავს მეგა დუეტი ჩვენ სტუდიაში. პოლიტიკოსი, ბევრს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსი მაინც და მაინც უნდა იყოს ან მინისტრი, თანამდებობისპირი, ან დეპუტატი, არა, პოლიტიკოსი არის ის, ვინც ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე, ან მის ფორმირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით პეტრე მამრაძე არის პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, მეცნიერი, საღამოშვიდობისა ბატონო პეტრე და არაჩვეულებრივი ანალიტიკოსი პოლიტიკის და ასევე არაჩვეულებრივი სატელევიზიო წამყვანი პოლიტიკური გადაცემების გიორგი გვიმრაძე, ბატონებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამი არ ვიცი რითი დავიწყო. სანამ არის ტრამპი, ანუ პოლიტოლოგები კარგად რძნობენ თავს. არა მხოლოდ სოციოლოგებიც, მოკლედ ყველა ვინც საზოგადოებრივი მეცნიერებებით არის დაკავებული. სანამ დავიწყებდი მოკლე მიმოხილვას იმ მოვლენების, რომელიც წინა კვირაში მოხდა, მინდა უბრალოდ გავამახვილო ყურადღება ერთ სიახლეზე, რომელიც სულ რაღაც 1 საათის წინ გავრცელდა, მათ შორის გავრცელდა ჩვენი სააგენტოს მეშვეობით, კერძოდ გულისხმობ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს, ანუ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, ის მაინტერესებს, რომელია საერთო ღირებულებები და ინტერესები, ანუ ამერიკაში თუ იციან რა ღირებულებების ირგვლივ დღეს არის კონსოლიდირებული ამერიკული საზოგადოება, ეს უბრალოდ რიტორიკული კითხვა როგორც ჩანს. მოკლედ აი ამ პოზიტიურ დინამიკას და ასე შემდეგ ესე იგი ამერიკის საელჩომას გაავრცელა განცხადება, ესე იგი ამერიკის ელჩმა გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრ საქართველოს ტრამპის და რუბიოს საგარეო პრიორიტეტები, ისიც საინტერესოა როგორ აუხსნა პრიორიტეტების შესახებ. მოკლედ არ ვიცი უკვე რამდენიმე თვე გავიდა ამ არჩევნების შემდეგ და ტრამპის ინაუგურაციის 35 დღე გავიდა ხო მე მგონი დაახლოებით, როგორც იქნა საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამერიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი. ბლიც კითხვა, რას ნიშნავს ეს შეხვედრა? ბატონო პეტრე, თქვენ და მე გიორგისაც იგივეს ვკითხავ. ეს არის ჩემი საზრით მნიშვნელოვანი რომ მე ჩემი გამოსწრებიდან გამომდინარე მაქვს წარმოდგენილი რა ხდება შეერთებული შტატების საბჭოთა დეპარტამენტში რა დონის ტურბოდუღილია ამ დღეების განმავლობაში ინაუგურაციიდან დღეს ცოტა მეტია მალე 50 დღეს კი დადგებაო ეხლა ტრამპის მაგრამ რომ აი ეხლა უკვე მოიცალეს იმისათვის რომ ელჩისთვის დავალება მიეცათ რომ შენ უნდა ითხოვო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან უნდა შეხვდე და უნდა გარკვეული როგორც დღეს იტყვიან მესიჯები მას გადასცე. მე ამას არ ველოდებოდი. მე ველოდებოდი რომ ეს უსათუოდ იქნება შეხვედრა და მე ამაზე ვლაპარაკობდი კიდევაც საჯაროდ, მაგრამ ასე მალე არ ველოდებოდი და ეს კარგი ნიშანია. ეს ნიშნავს რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა და ფოკუსირებულია ახლა ყველაფერი თქვათ იგივე უკრაინაში ომზე მისი შეჩერების თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის ცდილობასა და სხვა პრობლემები რამდენი აღარ ჩამოთვლი ხომ, რამდენიმე გაჟღერდა. სხვა შორის აი რო ახსენეთ ხო, ერთია ფაქტი რომ აი მინუსი არის რომ ვეღარ ვასწრებ სტატიების კითხვას. რაც იწერება მათ შორის სოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგებისაგან, ამდენი დრო და საშუალება არ არის. ძალიან ბევრი იწერება, ნაწილს ვეცნობი. აი ესეთი დუღილია სოფლიოში და ამ ფონზე ეს არის მნიშვნელოვანი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ცნობილი არის. ყოველდღიური რეპორტები ასე გინდა ეს ანგარიშები მაინც მიდის ყოველთვის და არა მარტო საელჩოდან ადგილობრივიდან არის სხვა წყაროები მოგეხსენებათ. ეს გროვდება, მუშავდება, ეს ავტომატურად გრძელდება.
ამან რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა ის რომ საქართველოს მნიშვნელოვან რეგიონში არის აქ მდებარე. ის რომ თქვა იგივე კავკასიაში მშვიდობა ვერ იქნება თუ საქართველოში სტაბილურობა და მშვიდობა არ იქნება და ასე შემდეგ და ის რა თქმა უნდა რომ არაერთხელ განაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ რომ ნამდვილად აქვს იმედი იმისა რომ სწორედ საერთო ფასეულობებზე და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობა აღდგება და ისიც კი ითქვა რომ ლაკმუსის ქაღალდია ტრამპი თუ მოერევა deep states ეს ხო ნამდვილად მოხდება ну თუ მოხდება ისე რომ არა შეიძლება ეს რაღაცა დროში გაიჭიმოს აი 50 დღე გასული არ არის და ეს შედგა და ეს არის რა თქმა უნდა ეს არის აღიარება იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება არის კანონიერი და კანონიერად არჩეული რა ეშველება ეხლა აი გაჟონილ ბიულეტენებს ვერაფერს ვერ დავეხმარებით ამოჟონებს ვერაფერს მე როგორც ვიცი უკვე მიუვარდნენ სელჩოს მეცაც გეტყვით ესე იგი გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პოსტის კომენტარებში ნათლად ჩანს მოსყიდულმა მედიამ როგორ გამოაჩუქა ერი იაგო ხვიჩია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე წერს ანუ თვითონ განცხადება როგორც ჩანს განცხადება გამოაქვეყნეს Facebook-ში და ჩვენმა ოპოზიციურმა პუბლიკამ ესე იგი ნუ წარმომიდგენი ხარ რაში არა ვერ წარმომიდგენი ხარ რაში ნარსი იმიტომ რომ ეს მაუცებს ეს დღითი დღე და ეს სრულყოფილებას ზღვარი ხო არ აქვს და მათ იდიოტებს ზღვარი არ აქვს ნამდვილად. იცით ეს მართლა მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მართლა. იმიტომ რომ ეს ზღვარი რომ ელჩმა რაღაცა მოინდომა, ელჩის ხასიათი შეეცვალა. ეს არის პოლიტიკის ნაწილი. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, დაემორჩილა. რომელიც არ მიიღება თქვათ იგივე პრეზიდენტის ეროვნული საფრთხეების დარგში მრჩევლის აზრის გარეშე. ყოველთვის კონსენსუსი უნდა იყოს ეს ერთმანეთს ელაპარაკებიან. ესე იგი ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უბედური ჩვენი ანტიეროვნული ძალები, რადგან ხოს ოპოზიციას რო ტრადიციულად უწოდებენ, ხომ? მათთვის ეს არის სუპერ მნიშვნელოვანი. ეს მათთვის არის აი განადგურების შეგრძნების თოლფასი, რომ საით გადავარდნენ ახლა, ხომ? აი უკანასკნელი იმედი რო იტყვიან. და ეს მე ვიცნობ და იმიტომ ვლაპარაკობ ამას, ეს მათთვის რა იყო. ესმით, ამიტომ ნახოთ ძალიან იმედი. გიორგი კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის და ესე იგი რა თქმა უნდა გავაგრძელებ და უბრალოდ დავამატებ ესე ვთქვათ იმ მოსაზრებებს რაც ბატონმა პეტრემ თქვა რომ პირველ რიგში ცხადია რომ ამერიკის შეერთებული შტატები რა განცხადებები არ უნდა გააკეთონ ევროპაში იმის მიუხედავად დარჩება დასავლური სამყაროს ლიდერად და არა მხოლოდ დასავლური სამყაროს არამედ მას სულ ექნება ჩემი აზრით აი ეს სოფლიო ჰეგემონის ინტერესიც და ეცდება რომ შეინარჩუნოს ეს პოზიციები ყველა საშუალებით რომელიც მის ხელში იქნება მიუხედავად იმისა რა პერიოდში რაზე მოუწევს მას დათანხმება რა ტიპის დათმობებზე წასვლა მოუწევს იმ გლობალურ აქტორებთან რომლებიც არიან და ასე შემდეგ ეს ძალკე თემა მაგრამ ნუ ფაქტია რომ ის დომინანტი იქნება სულ მცირე დასავლური აზრის ჩამოყალიბებაში ხო და შესაბამისად ამ შემთხვევაში ცხადია გადამწყვეტი იყო დასავლეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ეს ქცევა ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებაში რომელსაც აქვს პოტენციალი თავის მხრივ აი ეს პროცესი რომელიც აქ არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს და თუნდაც არჩევნებამდე იყო დაწყებული რა თქმა უნდა ეს პროცესი სულ უფრო მეტად გაანეიტრალოს ესე ვთქვათ ის მინელების რეჟიმში რა თქმა უნდა ეს პროტესტი იქნება თუ ასე შემდეგ და ეს ქმედებები რომელსაც ოპოზიციისგან რაღაც ცალკეული აქტივისტებისგან და NGO სექტორისგან ვუყურებთ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია რომ ამ შეხვედრას აქვს ეს პოტენციალი რომ ეს მიანელოს ბოლომდე ნეიტრალიზება მოახდინოს ყველა იმ საფრთხის რომლის მატარებელიც ვთქვათ ეს ქცევა იყო აქამდე მაგრამ ამასთან ერთად იმ გამოწვევას მინდა ხაზი გაუსვა რომელიც ამ შეხვედრას თან ახლავს ეს გამოწვევა არის რამდენად ჩვენ შევძლებთ ახალ ადმინისტრაციასთან სხვა ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე იქნება ორიენტირებული, ხო? იმიტომ რომ აქამდე რა ურთიერთობები ჩვენ მქონია წინა ადმინისტრაციებთან, ჩვენი ინტერესი რამდენად კარგად იყო ხოლმე წარმოდგენილი და დაცული, მე რაღაცნაირად მაქვს ამასთან მიმართებაში სკეპტიციზმის და კითხვებიც. ამიტომ ამის შემდეგ ახალ ადმინისტრაციასთან რამდენად შევძლებთ ჩვენ იმ სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რომ ჩვენი რა თქმა უნდა ვერ იქნება ეს შეწონილი, ხო? ანუ თქვა საქართველოს ინტერესები და ამერიკის ინტერესები ვერ იქნება
იმ ესე ვთქვათ ერთ დონეზე განხილული ვერასდროს ეს ილუზია არავის არ უნდა კონდეს რა თქმა უნდა მაგრამ ამდენად კარგად შევძლებთ ჩვენი ინტერესების ჩვენებას მათთვის ჩვენებას იმისა რომ ჩვენი ინტერესები არ მოდის მათი ინტერესებისთან კონფლიქტში და პირიქით ასე შემდეგ და ასევე ამდენად შევძლებთ გავიგოთ სწორად მათი ინტერესები მათ შორის ჩვენ რეგიონთან მიმართებაში და კარგად დავინახოთ ჩვენი ადგილი ამ ინტერესებში რომ როგორც არ უნდა იყოს დღეს ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ რა თქმა უნდა ყოველს გვესმის რომ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან უშუალოდ არ ომობენ და ომობენ როგორც ხო წესი სატელიტების საშუალებით და ახლა თუ რაღაცა თვალსაჩინო მომავალში არ გავხდეთ ახალი არეალი იმისთვის რომ ამ დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის სივრცე თვითნად განხილული ხო ჩვენი ამოცანა ხო ეს არის ჩემი აზრით ყველაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რომ ჩვენ არ მოგვიაზროს როგორც ერთმა ისე მეორემ დაპირისპირების არეალად ხო შესაბამისად ჩვენ ძალიან კარგად გვჭირდება როგორც ერთის ისე მეორეს ინტერესების გააზრება და საკუთარი ინტერესების ისე მოთავსება ამ ყველაფერში რომ არც ერთმა არ დაინახოს როგორც მისი ინტერესების ესე ვთქვათ საპირისპირო და პრობლემური მათი ინტერესებისთვის. ანუ ეს არის და ეს შეხვედრა მათ შორის არის, ვთქვათ, აი ამ თვალსაზრისით, სანამ არ ქონდა კომუნიკაცია, ვთქვათ, საელჩოსთან ახალ, ასე ვთქვათ, ჩვენს ახალ ადმინისტრაციას, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, თითქოს ჯერ კიდე არ ვიცოდით რა ხდება, თითქოს რაღაცა შეგვეძლო მეტნაკლებად ესე ვთქვათ, შვიდათ ჭყალებში შვიდათ ყოფილიყავით, მაგრამ როგორც კი შედგა პირველი კომუნიკაცია ჩვენ კი არა, აგერ დღევანდელი ინფორმაციები, ხო, რა ტიპის ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის, ხო? ამაზე ვილაპარაკეთ. ხო, ერთის მხრივ ეს არის, რომ მოდი რაღაცა ტელეფონზე ვსაუბრობთ და რაღაცნაირად დავალაგოთ, მეორეს მხრივ ეს არის, რომ ის სანქციები, რომელიც იყო და რომელზეც პაუზა იყო გამოცხადებული 12 მარტამდე არ გააგრძელა ახალმა ადმინისტრაციამ და ანუ გართულდა სანქციების რეჟიმი რუსეთის მიმართ, ხო? ანუ ეს თემა რომ შეუძლიათ ესე ვთქვათ, როგორც კნუტი პრიანიკა, ქართულად როგორ ვამბობთ? ხო, სადა თაფლაკვერას. ანუ ეს რომ შეუძლიათ ეგ ვიცით ჩვენ, არაერთხელ ესე ვთქვათ, უჩვენებიათ და არა მხოლოდ პატარა მოხდა შოლტი მთელი ამ. კი ბატონო, და არა მხოლოდ პატარა ქვეყნებისთვის, არამედ დიდ ქვეყნებთანაც კი ასეთი ურთიერთობის ფორმა აქვთ, ხო? და შესაბამისად, აი ეხლა იწყება ის ეტაპი ჩვენთვის, რომელშიც, არ ვიცი, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენს დიპლომატიას ეგ რესურსი აღმოაჩნდება, რომ სწორი კომუნიკაცია ჩამოაყალიბოს ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. შეიძლება დავამატოთ. კი ბატონო. იცით, აი იმ მომენტში რაღაც უცებ ვერა ვთქვი და როდესაც შეერთებულმა შტატებმა გაეროში შეიტანეს რეზოლუციის პროექტი. საქართველოს ჩვენი მთავრობა, ანუ ოცნების მთავრობა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მაშინათვე სინქრონულად დაუჭირა მხარი. პირველი ქვეყანა მსოფლიოში. მერე ეს რეზოლუცია გავიდა და რუსეთმაც დაუჭირა მხარი, რას იყო უკვე უპრეცედენტო რამ ამ წლების განმავლობაში, რომ შეერთებულ შტატებში შეტანილ რეზოლუციაზე თანაც უკრაინის საკითხზე რუსეთმა დაუჭირა მხარი და პირველი იყო საქართველოს. ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. და ისრაელი. ერთად ვართ. ისრაელიც. ისრაელის კი, რა თქმა უნდა, ეს ერთი, მეორე. ეგ გასვოტკელი დეგნანი. კი, საქართველოს ყველა ეტაპზე ისე მისახმა, როგორც ჩვენ ვაძლევდით ხმას გაეროში, მათ შორის ისე დავგმეთ და ევროპის საბჭოში მოვითხოვეთ რუსეთის გარიცხვა მაშინ და ასე შემდეგ. რა იყო ბოლოს ჰააგაში ინიციატორები იყვნენ ჩვენები და ეს იყო 5 მარტს მოხდა 24 წელს ასე ვთქვათ. 22 წელს. ეს ყველაფერი, ხო? და მერკელი დეგდანი ამბობს კი ბატონო ეს კარგია, მაგრამ საქართველოს მთავრობა მეტი უნდა გააკეთოს, რომ გვაჩვენოს ჩვენ, ამ ჩვენ ხო ვიბარებთ ანგარიშს. ჩვენ ხო ვართ პედაგოგები, როგორც თქვა, სად დგას, კიევის მხარეს დგას თუ მოსკოვის მხარეს დგას. ანუ როგორი არჩევანია, ხო? და ის რომ თუ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კიევის მხარეს დგავართ, რუსის ტანკი აქ შემოვარბოს წუთში, გარაფერი. ამაზე ხო თქვა, რომ ხარ დაიღუპებით ყველანი. 3 საათში. აი ეს დამთავრდა. ეს არ იქნება. არც ეს იქნება, რომ საქართველოს დეპარტამენტის წარმომადგენელმა იური კიმმა ქალბატონმა თქვა, რომ მე ვერ წავმედგენია, როგორ შეიძლება რაღაცა მეგობრული ჟესტები იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ოკუპანტია შენი. არადა ის ქვეყანა,
ის კრემლი თუ ჩათვლის რომ რომელი ხანსა ჟესტი არის მისთვის მტრული მე რა გელეს შენ ამაზე დაფიქრება არ ყოფილა აი ეს მოიხსნა ეს ტვირთი კიდევ ერთი სიახლე რომელიც ახლა რამდენიმე საათის წინ მეგონი სულ რაღაც ახალ-ახალს გავცელდა მოკლედ ტრამპმა დაადასტურა რომ გუშინ შედგა ღამე როგორც ჩანს გვიან ღამე შედგა სატელეფონო მოლაპარაკება პუტინთან და შემდეგს ამბობს რომ გუშინ ჩვენ გქონდა ძალზე კარგი პროდუქტიული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივ კარგი შანსი რომ ეს საშინელი და სისხლიანი ომი დასრულდეს ამასთან ერთად აი ამ წუთას ამ მომენტში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი არის ალყაში შემოჭრილი და ესე იგი მე ვთხოვ პუტინს რომ შეიწყალოს და გადაურჩინოს სიცოცხლე მოკლედ ეხლა მე წავიკითხავ ამ მოვლენების შესახებ რომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა სირიაში, ეს საშინელება. მე გულისხმობ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც მოხდა. და ერთ-ერთი თვითმხილველი, ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმის დაფუძნებელი კარიმ ფრანჩესკი აღწერს, რომ ეს იყო ჯოჯოხეთი, დამნაშავეები, ანუ აი ეს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების რაზმები მმართველი რეჟიმის დღევანდელი რეჟიმის დამნაშავეების სიამაყით იღებდნენ ვიდეოზე კადრებს, როდესაც ქალები ემუდარებოდნენ აი ამ დახრილის მკვლელებს რომ დაენდოთ მათი ბავშვები, როდესაც ამ ტერორისტებს თხოვდნენ ამის და მიუხედავად გამოყავდათ ეს ბავშვებიც და ქმრები მამაკაცები და იქვე ხრეწდნენ აქ არის რეაქცია, აქ არის საინტერესო ევროკავშირის რეაქცია. ანუ რეაქცია არ ქონდა. მეტი სადღაც მე ხო უბრალოდ თავს ვერ დავდებ, მე მგონი ერთ წყაროში შემხვდა. მოკლედ თითქოს და როდესაც ეს ჯანკი დაიწყო, ანუ ერთდროულად დაიწყო ლატაკიაში, ესე იგი დასავლეთ სირიაში, ქურთების აღმოსავლეთში და დრუზებმაც ესე იგი მხარი აუბეს. როდესაც დაიწყო ევროკავშირმა გავრცელა განცხადება, რომ გმობდა ამ რევანშისტული ძალების ამბოხს და მოუწოდებდა დამორჩილებისკენ. არც Amnesty International-ს, არც ეგრეთ წოდებულ რაღაც სირიაში არსებული ადამიანის უფლებათა რაღაც ლაბორატორია ინგლისელების მიერ შექმნილი. მოკლედ ხმა არავის ამოუღია და შეგახსენებთ უბრალოდ რომ ანალენა ბერბოკი, როდესაც ვიზიტით იყო ჩასული 2 თვის წინ, აი ამ გულანის შეხვდა, ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება და მოუწოდა ყველა უმცირესობას, რომელიც ცხოვრობდა სირიაში და რომელიც ცხოვრობს სირიაში, ეთნიკური თუ კონფესიური, რომ მოეხდინათ განია რაღება და დანებება. აი, ამის შემდეგ მე არ ვიცი ახლა რამდენად დანებდნენ, რამდენად ჩააბარეს იარაღი, მაგრამ ეს რაც ჩვენ რასაც უყურეთ, ხო, ეს ვიდეო არის უამრავი და შემდეგ ეს ვიდეოები რო გავცელდა, მხოლოდ ამის შემდეგ ევროპელებმა ზოგიერთმა რაღაც ნეიტრალური ხასიათის განცხადებები და აქაც ნიშანდობლივი, აქაც ტანდემი ამუშავდა გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი გაიტანეს. ეხლა რამდენად უშუალოდ ამ საცოდავებს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აქაც ამერიკელები და რუსები, როგორც ტრამპი იტყოდა, ერთად თამაშობდნენ. გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა არის ეგეთი ბრუნო კალი განაცხადა, რომ თუ უკრაინაში არა ეს გადასარევია უბრალოდ თუ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასრულდება 2029 ან 2030 წლამდე ადრე, მაშინ რუსეთის უფრო სწრაფად შეუქმნის ევროპას საფრთხეს. დარდიათ ევროპის. ანუ უკრაინელებმა უნდა იომონ ზუსტად უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იომონ, რომ ევროპას არ შეექმნა საფრთხე. აქ უკვე უკრაინელებიც აღშფოთდნენ, კერძოდ იულია ტიმოშენკო, ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც სხვადასხვა დროს მინისტრის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, იუშენკოს მაგალითად პრემიერ-მინისტრობის დროს, პრეზიდენტობის დროს.
ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის არსებობის დასობით ათასობით უკრაინელთა სიცოცხლის ფასად ვიღაცამ გადაწყვიტა რუსეთის შესუსტება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეხლა აქ როგორ არის ის რომ შენ იმ აზრამდე მიხვედი ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ 3 წელი როდესაც ადევნებდი ხარ გამოცდილი პოლიტიკოსი, დღეს პირველად ამოიღო ხმა პრინციპში ტიმოშენკო. და აქ არის და ხო და აქვე ტიმოშენკო ამბობს რომ ესე იგი უკრაინას ასწრაფოთ ეს საჭიროება, ეს სამშვიდობო მოლაპარაკება, კონფლიქტის შეწყვეტა, მაქსიმალურად რაღაცა მისაღები პირობებით. ჩინეთში დღეს დაიწყო სამხრივი სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ჩინეთი, ირანის ისლამური რესპუბლიკა და რუსეთი. და თავარი თემა ამ მოლაპარაკებების არის ირანის ბირთვული პროგრამა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი, შეგახსენებთ ასევე რომ სულ რამდენიმე დღის წინ მე მგონი ეხლა გრძელდება ერთობლივი წვრთნები სპარსეთის ყურეში და იგივე შემადგენლობით ირანი, ჩინეთი და რუსეთის ფლოტი იღებდა მონაწილეობას. სლაიდი New York Times-ის პუბლიკაციის თხოვ ჩემს პროდიუსერს, New York Times-მა ძალიან რაც უცნაური პუბლიკაცია მოამზადა, რომელიც ეხებოდა უცნაური სათაურით, რომელიც ეხებოდა, ესე იგი, ანაკლიაში მშენებარ პორტს. და ესე იგი, წავიკითხე ეს, იქ იმდენი სისულელე იყო მაგალითად ის, რომ საქართველოს მთავრობამ წაართვა ევროპელებს და ამერიკელებს, ხაზარადაში იგულისხმებოდა, რომ ევროპელები და ამერიკელები ამდენი სისულელე, ესე იგი, არ ვიცი, ხო, New York Times-ი ხარ, თუმცა მე გამახსენდა პრეობრაჟენსკი, აი ამ ძაღლის გულში, როდესაც ბორმენტას ეუბნებოდა, ღმერთმა დაგიფაროთ სადილამდე საჭიროთა გაზეთების წაკითხვა. ის სხვა ხო არ არის, ხო, საერთოდ ვკითხულობ რა. მოკლედ, მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ New York Times-ი, Washington Post-ი, Politico, Reuters-ი, CNN-ს თუ ვინმე უყურებს, ყველა ეს მედია საშუალება იღებდა გრანტებს UNDP-სგან, იღებდა USAID-ისგან და შესაბამის მედია პროგრამებისგან, რომელსაც ასევე ესე იგი ეს პროექტი ახორციელებდა. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი ელჩის, ამერიკის ელჩის არ იყოს, როგორც ჩანს, მაინც ამ კორესპონდენტმა შეეცადა რაღაც ობიექტური სურათი შეექმნა და ბოლოს ამთავრებს პრინციპში ობიექტურად ამბობს, რომ მართლაც ეს 600 მილიარდიანი ინვესტიცია უკაცრავად, რომელიც განხორციელდება შექმნის 5-6 წელიწადში სამუშაო ადგილებს, რომ თვითმბრუნვა მიაღწევს რაღაც 600,000 კონტეინერს ალბათ წელიწადში, რომ ეს წარადგება, ესე იგი, ქართულ ეკონომიკას და ეს არის ძალიან რაციონალური გეოეკონომიკური ნაბიჯი, ვინაიდან ჩინეთი აძლიერებს თავის გავლენას და მათ შორის ეს დელეფანიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოკლედ ეს რაც შეეხება აი ამ სიახლეებს და მინდა ეხლა კითხოთ შემდეგი. ის რომ ამერიკის შუამავლობით ხორციელდება ეს მოლაპარაკება, ცოტა სასაცილო ფორმულირებაა, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე ვინ არის შუამავალი. მას შემდეგ რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, მართალი გითხრათო, ეს არის პროქსი კონფლიქტი. ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას და რუსეთს, ანუ ორი ბირთვული ზე სახელმწიფოს შორის. აი ამას ამბობს პირდაპირ. და აქ არის ესეთი კითხვა, რომ სანამ ამ კომენტარს გააკეთებდა, ესე იგი, უბრალოდ მას შემდეგ რაც ეს კომენტარი გააკეთა, იყო ჯიდაში მოლაპარაკება უკრაინელებთან.
ვიცით რომ შემდეგ სპეცწარმომადგენელი ეწვია პუტინს, გუშინ დასრულდა ეს მოლაპარაკება და იმავე ღამეს, უკვე შტატებში შეხვდა ტრამპს და როგორც ჩანს, აი ამ ტრამპთან შეხვედრის შედეგად განხორციელდა ეს სატელეფონო საუბარი, ვინაიდან პუტინი საჯაროდ მოითხოვდა პრინციპში ამ სატელეფონო მოლაპარაკებებს, ეს ფრაზა უკვე მემად იქცა. ჩვენ პრინციპში თანახმანი ვართ, მაგრამ არის ნიუანსები. აი ამ ნიუანსების განხილვას ქონდა ადგილი, როგორც ჩანს. ეხლა მე მაქვს ესეთი კითხვა თქვენთან. თქვენი აზრით, ჯიდაში რაც მოხდა და შემდეგი მოლაპარაკება პუტინთან და სხვათა შორის ეს ხო წავიკითხე, რომ პრინციპში ბევრი ელოდა, რომ აი ეს პუტინის განაცხადი ალბათ უფრო ნიშნავდა უარს ამ მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რომ ამან ალბათ გამოიწვევდა ტრამპის განრისხებას და რაღაც ყველა ელოდებოდა ესკალაციას, კონფლიქტის, არა პოზიტიური განწყობა. თქვენი აზრით, აი ეს მოლაპარაკება, რომელიც ეხება უკრაინას, ხომ არ ეხება შემთხვევით რუსეთი და უკრაინის მომავალ ურთიერთობებს? რა თქმა უნდა, ეხება. ეს ეხება უკრაინის საერთოდ მომავალი არსებობის საკითხს. რადგან ტრამპმა თქვა, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უკრაინამ ვეღარ იარსებოს. ესაც კითხვა. დაუშვა ეს. გარდა იმისა, რომ ტერიტორიული დათვებები. ეხლა ნახეთ, რა თქმა უნდა, მე ვისაუბრებ ეხლა არასრული ინფორმაციის ბაზაზე. იმიტომ რომ ამ დღეებში კი გადამულად ვკითხულობდი ყველაფერს, მაგრამ ის რაც იბეჭდება არის ძირითადად გაჟონვების საფუძველზე და სხვა. რა იკვეთება? და რა თქმა უნდა, ალბათ გიორგის დაუმატებს ამას. იკვეთება შემდეგი რამ. რომ ზელენსკი, რომელიც საწყლად იჯდა ჯიდაში გვერდით ოთახში, როცა მიცი ნამდვილი უფროსი ერმაკი, რომ ადმინისტრაციის უფროსი ატარებდა მოლაპარაკებას და ეს არის გაუგონარი რამ. ადმინისტრაციის უფროსი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური ფიგურა. დაქირავებული მენეჯერი. მინისტრი, მაგრამ სინამდვილეში ყველა მიცის, რომ იქ მაფიოზური სტრუქტურაა. და შესაბამისად შეიძლება ერმაკს ქონდეს გაცილებით მეტი წონა, რასაც ამერიკელები აღნიშნავდნენ სხვა შორის ბაიდენის ადმინისტრაციას და თვითონ ზელენსკის ამ კომედიანს, ვაიკომიკოს საშუალო დონისას ხომ? იჯდა თვითონ აი ნებისმიერ მომენტში მოვაწერდა რამდენი ბოდიშები იხადა. ანუ შოლტი მოხდა იმ ილუსტრაციის შემდეგ, რომ მე მოღალატე ვარ ჩემი ერისა, რაც მან ოვალურ კაბინეტში მოახდინა. ამასობაში იქ ჩაიდო რა, რომ უკრაინა უარს ამბობს იმაზე, რომ თქვას უარი ნატოზე. ეს ერთი, უარს ამბობს იმაზე, რომ შეამციროს ჯარი იმ სიმბოლურ ოდენობაზე, რასაც პუტინი ითხოვს, მაგრამ თანახმაა რომ იყოს ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით, თანახმარი რომელიც მოლაპარაკებდა და ასე შემდეგ. ეხლა პუტინის განცხადება, რომ პრინციპში კარგი იდეაა ცეცხლის შეწყვეტა და ასე ვთქვათ, აი უკვე მშვიდობიანი პროცესის დაწყება კარგი იდეაა, მაგრამ არის ნიუანსები. ნიუანსები სხვადასხვა დროს გაჟღერებულა. ეს ნიუანსები აღარ გავიმეორებ ყველაფერს, ის რაც რუსეთს მიაჩნია, რომ უკვე მისია, მათ შორის კონსტიტუციაში შეტანილი, რომ ეს ასე ვთქვათ, რეგიონები მისი ტერიტორიის ნაწილია, თუნდაც ახლა დაკავებული არ კონდეს, მაინც მისი უნდა იყოს ხომ? იქ ჩაო ბატონო, რომ არავით არის ნატო, არავით არის განთავსება, არავით არის თუნდაც სამშვიდობოების ნატოს წევრი ქვეყნებისგან, რაც განხილული იქნება, როგორც სტრული ნაბიჯი და რიგი რაღაცეები იმავე სტილში. მაგრამ სხვაობა იყო რა? აი ამ ცნობილი ექსპერტების შეფასებით, სხვაობა არის ის, რომ ზელენსკი თანხმარი აი ხვალიდან დაიწყოს ეს ცეცხლის შეწყვეტა და პუტინის ვამს კითხვებს კონკრეტულს ტექნიკურს, რომ დაიწყოს 2000 სიგრძის ფრონტს. ვინ გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის თვალსაზრისით? თქვა და ვიღაცამ სადღაც გაისროლა. მე რა მოყვება ამას? მეორე მხარე უპასუხებს, თუ რაღაც უნდა იყოს, ანუ როგორ იქნება ეს განხორციელებადია და პუტინის ინტერესებშია, პოლიტიკურ ინტერესებში. საბოლოო დარეგულირება. რომ პირველ რიგში რომ 30 დღით აეხლა გამოცხადეს ცეცხლის შეწყვეტა, რომ მას ეს გასაგებია სათქმელი ქონდეს თერი სოფლიოსთვის. მე და მხოლოდ მე პირველმა მივახცი იმას, რომ ნახეთ 2 დღეა გასული, 1 თვე არ გავარდნილა. არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა.
ტრამპი იცით ამით ცხოვრობს და გარდა ამისა ძალიან უნდა ნობელის პრემია მშვიდობაში რასაც არც მალავს. 30 დღე მაინც იყოს. და პუტინი ამბობს რას, რომ მოდი ჯერ ეს ნიუანსები მოვაგვაროთ. მათ შორის ტექნიკური პრობლემებზე შევთავაზოთ რა როგორ და მე გიყოს სესხის შეწყვეტა. მეც წაგარდგენ იმაზე ნობელის პრემიაზე. მე თვითონ წაგავთქვათ, ხო, მაგრამ ამასობაში მე თქვა კურსკშიაც არ გავჩერდები. იმასავლაგმავ და იქ გავსოთ დილემის წინაშე არიან ეს შესული ტერორისტები უკრაინელები ან უნდა დაგნებდნენ ან განადგურდებიან და მართლაც იქ არის უკვე მომწყდეულები არიან ამ დღეებში აი ეს ხაობა და როგორ შანს კარგი საუბარი ეს უფრო ჩემი ვარაუდია არის ის რომ კი ბატონო იყოს 30 დღით რაც ტრამპისთვის არის დიდი პოლიტიკური ასე ვთქვათ იმ მომენტში ნადავლი ასე აგექმას რომ აი გამოცხადა ცეცხლის შეწყვეტა. ნუ თქვათ იქ 2-3 გასროლო იყოს ყველგან მოხდარა. ჩვენთან ასრების გამალობაში მაშინ ცხინვალის რეგიონში სამწუხაროდ თვეში ერთხელ თუ ორჯერ რაღაცა სროლა ხდებოდა, მაგრამ ნუ ამდენი წელი გავძერით, ვიდრე სააკაშვილმა არ ჩაიდინა ეს სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა, ხო? ეს. ამიტომ აი ეს მომენტია და რა კი ტრამპმა აყოფილება გამოთქვა, შეიძლება ეს დაუთმო პუტინმა ამ ეტაპზე. ის კი არ დაუთმო, რომ კი ბატონო შევიდნენ ნატოში კი ბატონო თქვათ ჯარით წავდეთ და თუნდაც ხვალ ჩადგეს ბრიტანეთის და საფრანგეთის გაერთიანებული იქ სამშვიდობოები არა ეს გამორიცხულია ამას ვერ იზამს თუნდაც იმიტომ რომ ყველა აღიარებს დღეს არა მარტო პუტინის გარემოცვაში მთლიანად რუსეთის საზოგადოებაში კონსენსუსია რაზე რომ ცოტაც კიდე მივაწვეთ და გავალთ ბოლოში აგერ არის საბოლოო გამარჯვება რისთვისაც დაიწყო ეს ოპერაცია აგერ არის თვალსაჩინოში უკვე ჩანს. ცოტაც მოვითვინოთ, ცოტაც მივაწვეთ ზე პატრიოტები. კი, არის. 37%-ია ეგეთი. 37 აქტიური ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი, ისინი უფრო აქტიურებია. პასიური ხარდაჭერა კიდე მეტია, მოგეხსენებათ. აი რასაც ქვია, ხარდაჭერა როგორი, იცით? მოწონების ხარდაჭერა სხვა არის. ერთია რომ აქტიური ხარდაჭერა და მეორე არის აი ბოლონდები ომო. მეორე არის ტელემაყურებლის ხარდაჭერა, რომელიც თქვათ უკრავს სტარს თავის გონს. არა, ეს არ არის დაბალი პროცენტი. არ არის დაბალი პროცენტი, გესმით? და ეს გასაწევია, მათ შორის ვინც ჯარში არიან და ვინც იბძვიან მათთვის, ხომ? ამიტომ ეს მომენტი არსებობს. ძალიანაც რომ უნდადეს ვთქვათ პუტინს მაინც ლავირებას ამჯობინებს ამ შემთხვევაში, მით უმეტეს რომ ტრამპის თხოვს. რომ ეს გამიკეთე. 30 დღით გამოვაცხადოთ რომ დათანხმდი. დიდი ალბათობით მე სხვა ახსნა რა მაქვს, ეს მაყოფილება რომ გამოთქვა ტრამპმა. დიდი ალბათობით ამაზე ლაპარაკი იქნებოდა. კი ბატონო. პირველ რიგში ის ძალიან კარგი ის არის, რა ქვია, მაგას აქცენტი, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ისე ვთქვათ მოდერატორი იყოს ამ პროცესში. მაშინ როდესაც ჩვენ რეალურად ვიცით, რომ ეს პროცესი კი უშუალოდ ესე ვთქვათ კონფლიქტი, ომი ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა უპირისპირდება და რუსები და უკრაინელები ესვრიან ერთმანეთს იარაღს, მაგრამ საბოლოო ჯამში კონფლიქტი რო რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის ეს ცხადია. მეტიც ანუ ომის დაწყებამდე იყო ეს ყველაფერი ცხადი, იმიტომ რომ აი ეს წერილი, რომელიც რუსეთმა გააგზავნა ამერიკაში და არა ევროპაში, არც ნატოში, ასე ვთქვათ, პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, ანუ ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ, რომელთაც მოსთხოვა მაგ აი 3 პუნქტზე შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ცხადყოფდა, რომ მას დამთავრდა ეს რაღაცა, ესე ვთქვათ, ლამაზი ფორმები, რაღაცა ორგანიზაციები არსებობს, იმ ორგანიზაციებს მიმართავთ, პირდაპირ აირჩიეს ადრესატი, პირდაპირ უთხრეს, პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ, ასე ვთქვათ და საბოლოო ჯამში ამ პროცესმა, ამ 3 წლიანმა პროცესმა ისიც აჩვენა, რომ მხარეები აქ სწორედ ესენი არიან. და რეალურად ისე გამოდის, რომ თან ამ ყველაფერში არ არსებობს რომელიმე ქვეყანა, ან რომელიმე აქტორი, გლობალური აქტორი, რომელსაც რუსეთსა და ამერიკას შორის მოდერაცია შეუძლია. და თავზე ამხელა ტვირთს აიღებდა, რომ მოდით აბა მეგობრებო, დავსხდეთ და ვისაუბროთ. ლუკაშენკო განაცხადა ამ შესახებ. არა, სხვათა შორის არა, დღეს უყურებდი მის ინტერვიუს აი ამ ამერიკელ ბლოგერთან.
და იქ თქვა რომ ღმერთმა დამიფაროსო ეგეთი ტვირთი ავიღო საკუთარ თავზე. იმიტომ ვინც ამას აიღებსო თავის თავზე. ღმერთი შეეციოსო და რაც უნდა ის უკეთებიო. მე მაგამ ბავში ვერ ჩავერევიო. არ არსებობს ეგეთი. პირანი გაიქცევია ფერში. კი. და პოლიტიკური ნამდვილი პოლიტიკური. კი. ესე ძალიან ისე იმას აქნა ამას გაუსვა ხაზი რომ არ არსებობს ამ ორ დიდ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მოდერაცია და რაღაც ესე ვთქვათ. ამბავი შეუძლებელია. შემდეგი საკითხი რაც ყველაზე საინტერესოა რაც ბატონ პეტრე ისაუბრა. აქ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა უნდა ამ შემთხვევაში ტრამპს, ხო? ანუ გარდა იმისა რომ ეს არის 30 დღიანი მშვიდობის საკითხი, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. მთლიანობაში მე როგორც მესმის მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ომი მასთან არ ასოცირდებოდეს. რაც უფრო გაიწელება ეს ომი, რაც უფრო გადაივადებს მისი დასრულების პერსპექტივა, მით უფრო მეტად იქნება უკვე ეს ომი მის ადმინისტრაციასთანაც ასოცირებული, იმიტომ რომ გავიგეთ თქვით უკვე რომ კონფლიქტის მხარეა და ვერ ასრულებს ამ ომს, ეს ნიშნავს რომ ის უკვე მემკვიდრე ხდება იმ ესე ვთქვათ წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილი პრობლემის და ვერ აღწევს ამას თავს და მეტიც ანუ რა თუ ესე ვთქვათ ესე მარტივად ვერ გავა ამ კონფლიქტიდან ხო ავდექით და წავედი და ეხლა რაც გინდათ ისქენით არ გამოდის ეგ ამბავი ხო ანუ თუ მან განაგრძო ხარდაჭერა იარაღის მიწოდება რა იმითაც არ უნდა იყოს რაოდენობითაც თუ მან განაგრძო თქვა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის უკვე შედის იმ ლეგიტიმაციაში რასაც ომის გაგრძელების ლეგიტიმაცია ქვია და ეს მისთვის უკვე ტვირთია შემდგომი არჩევნებისთვის. ახლა ჩვენ ცხადია დღეს ვუყურებთ იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაწყებული აქვს აქტიური საარჩევნო კამპანია 2028 წლისთვის და ამას ვერაფერს ვერ უზავს. იმიტომ რომ მათი მოწინააღმდეგეები იმდენად ძლიერები არიან ჯერ კიდე, ესე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეები იმდენად ძლიერები არიან. 26 წლისთვის უკაცრავად როცა შევალება. ხო, ცხადია, შუალედური არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ეგრეთ წოდებული გარდამავალი შტატები არ უნდა წააგონ, ასე შემდეგ, ხო? ანუ მთლიანობაში მას სჭირდება მყარი საფუძვლების შექმნა საკუთარი ახალი ადმინისტრაციისთვის, ანუ მომავალი ადმინისტრაციისთვის, რომელიც ამ საქმის გამგზელებელი იქნება, ამ იდეის გამგზელებელი იქნება, ხო? თვითონ ვეღარ იქნება, მაგრამ ვიღაცამ უნდა გააგრძელოს ეს ყველაფერი და ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საფუძვლების ჩამოყალიბება. და ომის დასრულება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აი ამ საფუძვლების შესაქმნელად, იმიტომ რომ ომის დასრულება გულისხმობს, რომ მათ მთელი ეს პასუხისგებლობა გადააბარეს წინა ადმინისტრაციას, თვითონ არანაირი პასუხისგებლობა არ ექნებათ ამ პროცესში, პირიქით, მისი დასრულების, ესე ვთქვათ, დაფნის გვირგვინი შეუძლია თავზე დაიდგას და განაგზოს აქტიობა, ჩააბაროს ეს ყველაფერი წინა წინა ელიტებს, არა მხოლოდ თავისას თან. აქ ხომ საქმე იმაშიც არის, რომ ევროპელებიც არიან ამ დამნაშავენი, ესე ვთქვათ, ტრამპის პერსპექტივიდან ამ კონფლიქტის საქმეში, ხო და ანუ ეს ყველა თუ ის ასრულებს ამ კონფლიქტს, ის ნიშნავს, რომ რეცხავს ერთიანად მთელს ელიტას, რომელიც იყო წინამორბედი იმ იდეოლოგიურ ბაზისზე დაფუძნებული, რომელსაც ეწინააღმდეგება, ხო, ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული მთელი ელიტის, ესე ვთქვათ, დისკრედიტაცია შეუძლია ამ ერთი კონფლიქტის დასრულებას, რაც მისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, როგორც მესმის და ის ამას ყველაფრით ეცდება, რომ გააკეთოს. ამიტომ ეს მომენტიც, რომ რუსეთზე თან ცოტა ზეწოლას განახორციელებს და თან ესე და თან მაგალითად გაბრაზდებოდა ახლა აი არ გინდათ და ნუ გინდათ და წავედი ხმა და რაც გინდათ ისქენით, ეგრე ვერ იზავს. ეს უბრალოდ შეუძლებელია მისი მხრიდან, რომ ესე მოიქცეს, იმიტომ რომ ვერ დატოვებს ამ კონფლიქტს საკუთარი მონაწილეობის გარეშე. ვერ განდგება. ეს მისი კონფლიქტია და თუ უკრაინა ესე უბრალოდ აგებს ამ კონფლიქტს, რომ ეს ტრამპი წავიდა და დაანება თავი, ნიშნავს, რომ ეს ამერიკის კრახია საბოლოოდ და თუ ის ახერხებს რაღაცა ტიპის შეთანხმებამდე მისვლას, რაღაცა ფორმით, ხო? ანუ მაგალითად ბევრს განიხილავდნენ აი ამ რა ქვია მაგას ამ რესურსებზე შეთანხმების საკითხი, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის, ხო? ანუ პირდაპირ უთხრეს ოვალურ კაბინეტში, რომ ჩემი ინვესტიციების ჩადებაზე მეტი გარანტია რა მოგცე. ანუ რომ თხოვ რაღაც გარანტიებს, ამაზე მეტი გარანტია რა უნდა მოგცე უსაფრთხოების. ჩემი ინვესტიცია ნატოში ვერ მიგიღე პირდაპირ. ხო, და ანუ ჩემ ფულს ვდებ. და ამაზე მეტ გარანტიას მე შენ ვერ მოგცემ და ეს გაიგე. ჯარს ვერ ჩავეყო. ხო, რაც უნდა გაეგო იმ შემთხვევაში ზელენსკის იყო ეს, რომ პირდაპირ გეუბნებიან, რომ ამაზე ძლიერი გარანტია არ არსებობს. ჩემი ფულის დაცვაზე უფრო ძლიერი გარანტია არ იარსებებს.
და იგივეს თან გეუბნები, რომ აქ შეიძლება ჩინეთის ინვესტიციები გაჩნდეს. რუსეთი თავის რუსებმა ამ ომის განმავლობაში პირველად თქვა პუტინმა, რომ მზად არის აი 300 მილიარდი რო არის გაყინული. ნაწილი იქა და ნაწილი ამ ტერიტორიაზე. კი ბატონო. ის თანხას ჩავდოთ მან. არ არსებობს დარჩენილი უკრაინისთვის, რაც ამ წუთას შეიძლება რომ დარჩეს, დარჩენილი უკრაინისთვის უკეთესი უსაფრთხოების გარანტიები უბრალოდ შეუძლებელი ხა ვინმე მოიფიქროს. რომ აი ხა ვიღაცა მაგალითად სადმე გაწეროს, რომ თუ რუსეთი შვიდობის დამყარების შემდეგ ერთ ბომბს მაინც ისვრის აქეთ მხარეს, ჩვენ დავარტყავთ, ამას ვერავინ ვერ დაწერს. არ არსებობს ეგეთი რამე, რა. ხო და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გააზრება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცი მიახვედრეს არ მიახვედრეს, ამას ყველაფერს ვნახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ხისტად, ვერც ემოციურად ტრამპი ამ შემთხვევაში ვერ მოიქცევა, ისე ვიქრო დავბრუნდეთ, ვერ აყირავს ახლა მაგიდას რო რადგან თქვენ არ გინდათ ეს 30 დღიანი რაღაცა თქვათ ცეცხლის შეწყვეტა მე აღარ ურთიერთობ თქვენთან, არა. მას მოუწევს მოусმინოს, ისევე როგორც რუსეთს მოუწევს, პუტინსაც მოუწევს რაღაცეები თქვათ გაითვალისწინოს ტრამპის მხრიდან, იმიტომ რომ რაც ის არის რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ძალიან ახლა გიორგი და ოდნავ დავამატებდი რას იცით. აი ტრამპს პრინციპში შეუძლია მიატოვოს მთლიანად უკრაინა. ანუ ის რას დააპაუზა სადაზვერვო გადაცემა რამას გადაწყვიტა ექსპერტების აზრით კურსკის შეტევის წარმატება. შეაჩერა მაშინაც იმ დღეს შეაჩერეს ხაბი იარაღის გადაცემისა პოლონეთშია და პოლონეთის პრეზიდენტმა გვამცნო რომ უკვე გაჩერებულია. ისქიდან დაზვერვა ითიშება ღილაკით, ნაკადი. მაშინათვე, ხო? ეს შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ეს შეუძლია გააკეთოს და სახე შეინახოს და პრობლემა არ შეექმნას როგორც შიგნით ქვეყანაში, ძალიან ძლიერი მთელ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და პარტიაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველასათვის ცხადი გახდება, რომ მან რას კი შეეძლო გააკეთა და ზელენსკიმ და უკრაინამ ჩააგდეს თავიდან ბოლომდე, უნდა შეერთებული შტატების კიდევ უფრო ჩათრევა და რას მოუვა, ეს უკვე მათი ეს არის, მათი ბრალი იქნება. მაგრამ ზელენსკიმ მაშინათვე დაიხია უკან იმდენად, რომ ყველაფერზე ხელს ვაწერ, ყველაფერი, რომ აი ეს და სხვა გზადე მან ძალიან საინტერესო იყო ზელენსკი, ესე იგი ამერიკიდან ხო პირდაპირ ბრიტანეთში ჩავიდა და როგორც ამბობენ იმ ხელის ჩამორთმევის შემდეგ უთხრა რომ ტრამპთან ურთიერთობა უნდა დაალაგო. კი, ანუ ის რომ თქვა ტრამპს რო ეთქვა გამოსულიყო ამერიკელი ხალხისთვის დაპირება შევასრულე ყველაფერი გავაკეთე იმისაც რომ დღესვე შემწყდარიყო კონფლიქტი, მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობა და მათი პარტნიორები ევროპაში სამწუხაროდ არიან იმაზე რომ ბოლომდე უნდა იომონ, კი ბატონო, იომონ ბოლომდე. ჩვენი არც ერთი იარაღი, აზდაზვერვა არაფერი, არავითარი ფულა დახურა, ჩვენ გავდივართ. ეს თეორიულად შესაძლებელი იყო. და პრაქტიკულადაც თქვა, მათ შემდეგ რაც მოხდა ეს სკანდალი ოვალურ სამში, პირდაპირ ამბობდა რომ მე მეგონა რომ გამიადვილდებოდა ზელენსკისთან მოლაპარაკება მისი წამოყვანა ამ სამშვიდობოზე, ვიდრე პუტინთან და ჩემდა გასაკვირად ზელენსკი აღმოჩნდა პრობლემა, ზელენსკი აღმოჩნდა მშვიდობის. სტარმერმა და მაკრონმა ერთად მაშინათვე და იხოხეს მოცელზე. რომ არა. ჯერ თხოვდნენ იმას, რომ იქნებ დაბრუნდეო თეთრ სახლში. კი, ხო. ანუ გამოგდებული ზელენსკი და მე მოკლედ ამაზე შეთანხმდნენ, რომ მეორე რეალობა რა არის? ამას 40 ტანკი აქვს, იმას რაღაც 30 და მე უბრალოდ ბატონებო მაინც მგონია, რომ ტრამპი რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ წავა უკრაინიდან არც ერთ შემთხვევაში და შეეცდება კი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მშვიდობა დამყარდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს მშვიდობა დამყარდება, მე არ ვიცი ხა რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ ნამდვილად და რატომ? იმიტომ რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე სულ ვამბობთ, რომ ეს ამ კონფლიქტის მთავარი მიზანი არის ევროპის ეკონომიკური დასუსტება, მისი დეინდუსტრიალიზაცია, კაპიტალის წაღება და მოკლედ სრული დამორჩილება.
საქმე ის არის, რომ ახლა ტრამპის ახლა ვკითხულობდი ონლაინში, ესე იგი, ეს რაღაც დეტალებზე ამბობს ისევ. ანუ ახსენებს რაღაც ელექტროსადგურს, ალბათ ზაპოროჟიეს აი ამას. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ლაპარაკობ. ხო, რომ აი იქ არის კითხვები, აი ეს დიდი ელექტროსადგური, სად იქნება ეს ელექტროსადგური, ხო, ვინ გააკონტროლებს? ანუ საუბარი არის აქ ტერიტორიაზე ვინ რას გააკონტროლებს და აი მინდა პროდიუსერს ვთხოვო, შემდეგი სლაიდები არის ორი რუკა ენერგეტიკული ევროპის და უკრაინის. აი ეს არის უკრაინის. აი ხედავთ, რამდენი გასადენი და ნავთობსადენი გადის. ანუ გარდა ამისა არის ეს ნავთობსადენი, ეს ულინგოი პამარა უჟღარადი, აი საერთოდ განხორციელდა სხვათა შორის კურსკში, აი ეს არანორმალური ოპერაცია, სადაც 800 კაცი შევიდა ამ იმაში, მილში. და ხედავთ, რომ დაახლოებით იქ რამდენი განშტოებას 4 ხო გადის უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ მარაგდება. ეხლა არის საუბარი რაზე? რაც ჟონავს ასევე. ჯიდაში. უკრაინულმა მხარემ, ანუ ერმაკმა, ამერიკელებს უკვე მას შემდეგ რაც მოლაპარაკება დასრულდა, მიმართ ამერიკელებს და უწყო ჩვენ შეგვიძლია მოვაწეროთ ხელი აი მითოლოგიურ რაღაცა ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად თითქოს და რაღაც ეს მითიური წიაღისეული უნდა წაეღოთ კონცესიის წესი თუ რაღაც. ნუ ბევრი საუბრობს რომ ეს წიაღისეული ყოველ შემთხვევაში 500 მილიარდი ეს არის წარმოუდგენელი, მოკლედ აი არც გეოდაზვერვით მტკიცდება, არც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკებია და მოკლედ ამას არ აქვს. ნიშნობა იმას, რომ ამერიკელებმა უარი თქვეს ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე და თქვეს აქვე დაამატეს, რომ ჩვენ გვინდა ამ ხელშეკრულების გაფართოება. საუბარი არის იმაზე, რომ ამერიკელები სინამდვილეში ითხოვენ ინფრასტრუქტურას, ანუ პორტებს, გაზს, ნავთობ მომარაგებას, აი ამ საცავებს უბრალოდ და მილებს. ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს გერმანიის მთავრობასთან, ჩრდილოეთ ნაკადის მილის შესყიდვასთან დაკავშირებით და როსნეფტის საცავების ყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც არის გერმანიაში, ანუ ეს არის როსნეფტის აქტივები. ანუ აი მეორე რუკა გვანახეთ ევროპის ენერგეტიკული მომარაგება. ჩვენ ხედავთ, რომ აი მილები შედის ჩრდილოეთ, ანუ ეს რუსეთის არის. სამხრეთით ეს არის რუსულია ეს ნაკადი, რომელიც თურქეთში გადადის და აი ჩრდილოეთ ნაკადს ხო ხედავთ, ხო? დანარჩენი ალტერნატივა არის ეს აფრიკიდან, ძალიან მცირე რაოდენობა და ნორვეგია. პრინციპში და ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა ევროპაში გაზმარების. პრინციპში ჩვენ ხედავთ, რომ ამ ომის შედეგად იმის მაგივრად, რომ მაგალითად გერმანელებს ეკეთებინათ ეს ფული, რასაც წარმატებით აკეთებდნენ იქიდან დაწყებული შმიტის და ბრეჟნევის დროინდელი 60-იანებში მოწერილი ხელშეკრულებით. და გარდა ამისა, რომ იაფად ყიდულობდნენ თავის საცავებს ავსებდნენ, კიდე დისტრიბუციას ახდენდნენ შიდა ევროპაში და ამაშიც ფულს აკეთებდნენ. აი ახლა ამ პოლიტიკის შედეგად წილში რუსებს ჩაუჯდება ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ მარეგულირებელი ამ ნაკადების იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთი მიაწვდის, ამერიკა განსაზღვრავს, რა დოზით მიიღებს ევროპა გაზს. უფრო მეტიც დღეს ვისმენდი ამას ყველაფერს და იმასაც განსაზღვრავს, რომ ეს ფასი არ იყოს ამერიკის რა თქმა უნდა, ვინაიდან ამერიკელები თხევად გასაწვდიან, ის რა თქმა უნდა არა კონკურენტულია იმ ბუნებრივ აირთან, რომელსაც ბილის მეშვეობით რუსეთი აწვდის, რა თქმა უნდა დაარეგულირებენ უბრალოდ თხევადი გაზის არეყოფა ეხლა, რაც თელმა ყატარმა და ამერიკამ რო გაყიდოს. ამდენად მე აბსოლუტურად დარწმუნებული მაგრამ კონკურენტულს გახდისო თავის კი. და ამ თუ ეს ასე მოხდა, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ სუვერენიტეტზე საერთოდ აი ბოლო წერტილი დაესმევა ამერიკელების მხრიდან. მოდით ბატონო ამაზეც ვისაუბროთ. ანუ არაფრად არ აგდებენ ევროპას საერთოდ? პრაქტიკულად ასეა და აი ამასაც კი ვიტყოდი, რომ ასეა, მაგრამ ჩინელები ემზადებოდნენ ტრამპის დაბრუნებისათვის წლების განმავლობაში. და ჩინელები ეს სერია და ეს თავრობა ვიზადაც ტეჩერმა თავის წინშეს კი დაწერა, რომ მომავალი მსოფლიოში ჩინეთისა. მათზე უფრო ნიჭიერი, მიზან დასახული და მშრომელი
ხალხი უბრალოდ არ არის. აი კვირა არ გავა რო არ წავიკითხო აი ვთქვათ პლაზმური ძრავა შეიქმნა ჩინეთში მსგავსი არაფერი არ არის მსოფლიოში. იქ ეს შეიქმნა ის შეიქმნა წინარია. 200 მილიონზე მეტი მაღალკვალიფიციური მეცნიერი და სპეციალისტი მუშაობს ჩინეთში. უკაცრავად დღეს წავიკითხე ჩინურ ერთ-ერთ არხს კითხულობდი ჩინურად ჩინეთზე და მოკლედ დღეს გამოაქვეყნეს რომ კვანტური კომპიუტერი აწყეს რომელიც მილიონჯერ აღემატებას ისწრაფით Google-ის სუპერკომპიუტერს. და რაც აი ფიზიკოსი ვარ ხო ძირითადი განათლებით თან კვანტური ბერის თეორიაში არ მესმის კარგად რა არის აი მინდა დრო გამოვნახო და ეს აი ესეთ ვითარება და აი ამ ჩინეთმა რა კი იყო მზად კარგად აი ამ ტრამპის კავალერიული შეტევისათვის მაშინაც ევროპას მოგეხსენებათ უთხრა რომ ჩვენ აქა ვართ ჩვენ არ მიგატოვებთ ტარიფები იქნება ეს აქა ვართ თქვენთან ერთად სხვა რაღაცა იქნება პრობლემები ამერიკის მხრიდან აქა ვართ და ჩინეთი არის ევროკავშირის როგორი პარტნიორი ვაჭრობაში 2 მილიარდ ევროზე მეტი სადღეღამისო ბრუნვა 700 რაღაცა 60 თუ რაღაცა მილიარდი ევრო წელიწადში 4 ტრილიონამდე ტრილიონამდე უკვე ზიზდება მე შეიძლება თქვა შაშანწინდელი მონაცემი გამახსენდა ახლა თქვა და ასე შემდეგ ხო ეს ამიტომ ვითარება ასეთია რომ შეიძლება მას შეერთებულ შტატებში მაინც და მაინც არ ელოდებოდნენ რომ ასე სწრაფად და ასე მკვეთრად ჩინეთი გამოვიდოდა სულ სხვა ამპლუაში თუ თქვათ ეს დიდი მეცნიერები სულ ამბობდნენ მერშაიმას გულისხმობს ხებს რომ შეუძლებელია მეტოქეობა ჩინეთთან თუ რუსეთი იქნება ჩინეთის მხარეს შეუძლებელია რესურსებით უბრალოდ ხო დღეს უკვე როცა ევროკავშირი იმ დღეშია ჩავარდნილი რომ მათთვის ეს არის აი ხავს რომ ჩინეთი ჩვენთან არის რომელიც ძალიან ბევრი ამიტომ აი ეს რესურსი გააჩნდა აქ მე მაგალითად უბრალოდ მიჭირს რაღაც უფრო მკვეთრის თქვა იმიტომ რომ დინამიკა აჩვენებს ხოლმე მე მინდა ხაზი გავუსვა რა სიცით აი ეს მოქმედება ევროკავშირის მოქმედება იგივე ბრიტანეთს რომელიც გასული იყო ევროკავშირიდან როცა ბორის ჯონსონი რო დაიწყო ომი უკრაინაში გამოვარდა ჩავიდა ვარშავაში მერე ჩავიდა კიევში და გამოაცხადა ჩვენ შევქმნით ღერძი ლონდონი ვარშავა კიევი ნუ ესე იგი ვერ უჯერებდი თვალებს და ყურებს იმიტომ რომ რა ღერძი რის ღერძი ვირტუალური სადღაც ხომ რას ნიშნავს ეს რა თქმა უნდა კრემლისთვის ეს იყო აი უკვე ღერძი იქნება ესე და ბრიტანეთის ბირთვული სახელმწიფო არაფერი აბსოლუტურად სტარმერი უარესია ჯონსონზე ექსპერტების შეფასებით არა რეგიონია აბსოლუტური იმას კი მან ჭუიანია გიჟია უბრალოდ ის ხო ის რაღაცა ის იყო და ეს არის ესე იგი ჭირიდაობედურება თქვენ ახსენეთ ბრუნო კალი ხო ეს ხო აღიარებაა ეს მოხსნა პოლიტიკურად კორექტული დეკორი ამ ფრაზას ასეთია რომ ხალხო 29-30-მდე თუ დამთავრდა ეს კონფლიქტი ვაი ჩვენი ბრალი იმიტომ რომ ეს წლები გჭირდება რომ რაღაცა მოვამზადოთ არაფერი არა გვაქვს კარი ხო და მასობაში ორბანი გამოდის და ამბობს უკვე შესთავაზეს უკრაინას ევროკავშირში მიღება უპრობლემოდ თუ იბრძოლებს შეგახსენებთ როცა კანდიდატის სტატუსი მისცეს უკრაინას რომელიც ყველა პარამეტრით კი არ ჩამორჩებოდა საქართველოს აი ჩამორჩენას არის და ჩამორჩენას მაგრამ სადაც საქართველოს მე-11 ადგილზეა და შენ 95 ადგილზე ხარ იგივე პარამეტრით ხო ეს ჩამორჩენა აღარ არის ეს არის სხვა სივრცე სხვა რეალი უკრაინას მისცეს და სახალხო პარტიამ რომელიც ასოცირებული წევრი არის ნაცისტების მოძრაობა სააკაშვილისა დღემდე სახალხო პარტიამ თქვა კი მაგრამ კი პარამეტრები გასაგებია მაგრამ უკრაინამ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი სისხლით დაღრილი სისხლით ვაშა როგორი ენთუზიაზმი და ყოფილიყო უკრაინაში რომ დავღარეთ სისხლით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ კანდიდატსაც რომ ნოლია იცით აბსოლუტური ნოლი არაფერს მაგნისი ხო ანუ საქართველოს თქვენ კიდე არ მოგეცეთ წელს იმიტომ რომ თქვენ არ ახვით სისხლსაო ეს ყველაფერი არის ევროკავშირი და მე ვიტყოდი ძალიან ისეთი მშვიდი სინდისით რომ რა თქმა უნდა ეს უკვე წერტილი დაესვა და ალბათ ასეც არის მაგრამ არსებობს ჩინეთის ფაქტორი კი ბატონო მე მართლაც სწორი შენიშვნა იყო ჩინეთის შემოტანა ამ ყველაფერში მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა თურქეთის საკითხი ხო რაღაც თურქეთის თითქოს ევროკავშირთან დაახლოების თემა და
ძალიან საინტერესოა თავისთავად იმ ევროკავშირის წარმოდგენა, რომელიც უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, არქიტექტურაში ძირითადად გარანტად თურქეთს მოიაზრებს. აი ეს საკმაოდ საინტერესო ფენომენია ეგეთი ევროკავშირი, ხო? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირიქით იყო ამ ხნის განმავლობაში რატო არ იღებდნენ თურქეთს ევროკავშირში, იმიტომ რომ სწორედაც რომ იმ ეკონომიკურ-სოციალური სისტემისთვის საფრთხეს ხედავდნენ და კულტურული, კი, საფრთხეს ხედავდნენ, ხოლო ეხლა რაღაცა თითქოს ეს, თუმცა სავარაუდოდ ეგ მაინც ისეთი რაღაც დროებითი ნარატივია, იმიტომ რომ მაინც ბოლოს ვერ შეძლებენ იმას, რომ თქვა თურქეთი ამ ხელ 80 მილიონიანი ქვეყანა პირველი ქვეყანა გახადონ ევროკავშირში, ეგ ჯგუფი ამას ვერ იზავს, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ჩინეთის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ევროკავშირისთვის თურქეთი ტყუილად არ ვახსენე, იმიტომ რომ წინა წელს თუ გახსოვთ 2024 წელს ჩინეთმა თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება 1 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ მანქანების წარმოებაზე თურქეთში. ხა თურქულ ბაზრისთვის რო არაკეთებენ ამას ალბათ გასაგებია, ხო? მარტო იმისთვის რომ თურქულ ბაზარს მოემსახუროს ეს ყველაფერი და მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთს რომ მოემსახუროს მაგისთვის არაკეთებენ ამას ყველაფერს. ანუ მთელი ამბავი ისე რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ ევროპულ ბაზართან და ევროპულ სივრცესთან ახლოს აწარმოებდნენ საკუთარ ყველაზე მეტად გაყიდვად, ასე ვთქვათ, პროდუქტს. და კიდე ერთ ელემენტი მინდოდა რომ შემომეტანა ამ ჩვენს შევლობაში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში. ძალიან საინტერესოა თვითონ ის ფაქტი, ვინ იყო რუსეთში ჩასული ამერიკიდან. ვიტკოფს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ადამიანი რომელსაც აქვს ახლო აღმოსავლეთი ჩაბარებული და არა ზასორი პარალკი ბატონო. ხო, ანუ აკაც ენერგეტიკა ახლო აღმოსავლეთში შორის. ანუ მთელი ამბავი რა არის, რომ რუსეთი და ამერიკა სხვა რაღაცებზე ლაპარაკობს. უკრაინა ამ შემთხვევაში არის ხო. ერთ-ერთი შეიძლება პირველიც კი არ იყოს ამ ჩამონათვალში, რაზეც ისინი ახლა საუბრობენ. რაც აი რა ქვია მაგას ჩრდილოეთის ნაკადი ახსენე რაღაცები არქტიკა პირველივე შეხვედრაზე ახსენეს, ხო? ანუ პირველი შეხვედრა რიადში იმით დასრულდა, რომ არქტიკა ახსენეს და არქტიკაში თანამშრომლობის საკითხი. ეს ისევ გაახსენდეს საწყალი გრენლანდია. ანუ ანექსი არის დროის საკითხი. პუტინმა სახალინი უხსენ ამერიკელებს თავიდან მიხედეთ სახალინსო. ხო, გაძლევთ საშუალებას. ხო, ანუ მოკლედ სხვა თემებზე საუბრობენ, სხვა სივრცეში და სამწუხაროდ ევროპისა რა თქმა უნდა, ისინი ამოვარდნილი არიან ამ ურთიერთობებში. ისინი ცდილობენ, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, რასაც ისინი ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ, აი ოვალური ოფისის ინციდენტის შემდეგ, რასაც აკეთებენ, ეს არის როგორმე დესტრუქციული როლი ითამაშონ, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ. პროდიუსერებს ხო, ბოლო ორი სლაიდი, აი ილუსტრაციას ახდენს იმისა, რასაც გიორგი ამბობს. აი ერთადერთი რაც ამათ შეუძლიათ, აი ნახე, დღეს გავრცელდა, ეს არის პირველი სლაიდი, ვლადიმირ პუტინი ეს არის დანიურად პრეზიდენტ, რაღაც არის როგორ იკითხება USA. მოკლედ, ეს არის დანის ტელევიზიით გასული და ყველას ეგონა, ნუ ალბათ შეცდნენ. მაგრამ მას შემდეგ რაც იგივე გავიდა შვედეთის ტელევიზიით, იგივე ამერიკის პრეზიდენტი პუტინის. აი, ეს თუ შეუძლია ევროპას. კი, აი ეს დესტრუქციული ელემენტი არის სწორედ ის, რომ ჩვენს დაგვიძახეთ, თორე ცუდ რაღაცებს გავაკეთებთ. ანუ რაღაც გავწელავთ, არ გავაკეთე, აი იარაღს მივცემთ, ფულს მივცემთ ცოტას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დროს გაგიწელავთ რა, დროს გაგიწელავთ იქ რაღაც მაკრონის განცხადება, რომ ბირთულ ქოლგას გადავაფარებ ევროპას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკელებმა ამაზე რეაქცია მოახდინეს დღეს. წავიკითხე დილით. მოკლედ სახელმწიფო დეპარტამენტმა მინდა გავარცხება, რომ რა წინააღმდეგება, ვიდრე ესე წინააღმდეგება ბირთვული იარაღის გავრცელების პრინციპს. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თემა არის, აი ტრამპის თავაზობს ამას პუტინს. და შუა მავლობასაც კი აკისრებს ირანთან მოლაპარაკების დროს, სხვათა შორის ეს სამიტი, რომელიც ახლა ჩინეთში იმართება, მე არ გამორიცხავ იმას, რომ ალბათ პუტინის ან წინასწარ იყო დაგეგმილი ამ პუტინის ინიციატივით, არ მგონია რომ ისე სწრაფად მოეხდინეს, მაგრამ ის რომ ამ სამიტზე იქნება განხილული მათ შორის ამერიკელების წინადადება ირანისადმი, ეს აშკარაა. კი და ისიც საინტერესოა რუსეთის თავაზობს ამერიკას შუამავლობას ირანთან, ხო? ირანთან, კი. იმიტომ ეს ხოწყობილია ირანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რაც არ უნდა ელაპარაკოს ამერიკამ, რაც არ უნდა ქნას, ჩვენ არავითარ მოლაპარაკებაზე არ მივდივართ, ჩვენ საქმეებს. ხო, ზეწოლის შედეგად ჩვენ არ წავალთ მოლაპარაკებაზე. ეს სიტყვებია. ხო, რა თქმა უნდა, ეს იმისთვის არის, რომ უფრო მაღალი წონა კონდეს მაგთან საუბარს, ეხლა ბუნებრივია, დაცხადია ხარავის ყოველას ესმის, რომ ეს მაინც მოლაპარაკებებით მთავრდება ყველაფერი. ცოტა რომ გავართოთ
ჩვენი მსმენელი და მაყურებელი დღეს მეგობარმა შემახსენა ურსულა ფონ დერ ლაიანი რომ გამოდიოდა ჰიროსიმასთან და ნაგასაკის წლისთავი მორიგი და ილაპარაკა იქ და თქვა რომ მოხდა მაშინ საშინელება შეერთებული შტატები რა თქმა უნდა საერთოდ არ ახსენა. და კვლავ არ და მერე თქვა და გავიდა ამდენი ხანი და რუსეთი კვლავ იმუქრება ვირთული არ არის. და იქნებ მართლა არ იცის მე არ მაგან კი იცის მაგრამ რაზეა გათვლილი? გათვლილია იმაზე რომ ყველა რა თქმა უნდა გამოკითხვა ევროპაში და ამერიკაში აჩვენებს მათ შორის დაწყებული 50 წელი რო შესრულდა ომის დასრულებიდან 95 წელს და შემდეგ რომ მოსახლეობის ამის შემდეგ დაბადებულია ძირითადად ხალხი ხო უდიდეს ნაწილს გონია რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებული შტატები საფრანგეთი გერმანია და ბრიტანეთი ერთად ებრძოდნენ საზღვარ საბჭოთა კავშირს და გაიმარჯვეს კიდევაც და გიტლერი იყო რუსი და გიტლერი ესე იგი ალბათ რუსი ყოველ შემთხვევაში ერთად რო ხო აბა ფერგე გერმანია ხო არ იქნებოდა სხვაგან და აი ეს ბნელეთის ის რო სუფევს აი ეხლა კვლავაც რუსეთი ანუ ამ კონტექსტში აი მაშინ ხო დაბომბეს რუსებმა საბჭოთა კავშირმა ნუ ეს სასაცილოა მაგრამ აი ესეთი წვრილი მავნელობაც კი მოსულა კი ამაგაზე სხვათა შორის მე უბრალოდ იაპონური არ ვიცი და ინგლისურ ენაზე ვერ ვიპოვე ეს კვლევა ლავროვი ამბობდა რაღაცა პერიოდის წინ ამ არსებობს ესეთი კვლევა იაპონიაში, სადაც უმრავლესობას გონია, რომ საბჭოთა კავშირმა დაბომბა იაპონია. იაპონიის მოსახლეობის არა თქვა დასავლეთის. არ არის მე ვნახე ეს კი, მაგრამ ესე იგი მე რაც ვნახე კვლევებში ესეთი არ არის. არის რომ მე არ მახსოვს ზუსტად 20%-მდე იაპონელი და ეს მონაცემი განსაკუთრებით ანუ აღემატება ამ საშუალო მაჩვენებელს ახალგაზრდა კატეგორიაში რომ ესე იგი ეს ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომბვა განახორციელეს ამერიკელებმა თუმცა უმრავლესობა დღეს ისევ ესე იგი ნუ იცის რომ ეს არის ამერიკელი რუსებმა და მაგრამ უმრავლესობა მოსახლეობა ძალიან კარგად იცის რომ ეს ამერიკელების განხორციელებულია უბრალოდ იმ არსებულ მუზეუმში რომელიც არის ნახასაკიში რომელიც არის მიზღვნილი აი ამ იქ არც ერთი ხსენება არ არის არც ერთი მას სტენდთან არ არის ხსენება ამერიკელების ხო კი ბატონო ესე იგი რა არის საინტერესო მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით. ესე იგი Fort Knox არის ცნობილი, ესე იგი ადგილი, გასაიდუმლოებული, სადაც აი ამ კულუარული, ნუ გაგაკულუარული, მოკლედ აი ამ ინფორმაციის თანახმად ინახება ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს მარაგის საკუთრივ მნიშვნელოვანი ნაწილი. და აი რაღაც 2-3 კვირის განმავლობაში ყოველ დღე არის ხსენება ამერიკის რაღაც აი ამ ჩენელებში ძირითადად არა მასმედიის მეშვეობით, არა ოფიციალური მედია, უფრო აი ეს ბლოგერები ავრცელებენ ამას და თვითონ ეს იგი მასკიც უწყობს ხელს, რაღაცა მნიშვნელოვანი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ აი დღე-დღეზე მასკი აპირებს შესვლას და აუდიტის განხორციელებას. Live ტრანსლაციის მოწყობით. არწმუნებენ ამერიკელებს, უფრო სწორად აღვივებენ ეჭვს იმაში, რომ მარაგი, რომელიც უნდა ითვლიდეს, ნუ არ ვიცი, რაღაც 60,000 ტონა თუ რაღაც მსგავსი, მოკლედ რამდენად ეს მოცულობა მართლაც არსებობს და ზოგიერთი მოსაზრებასაც გამოთქვამს, რომ საერთოდ ოქრო აღარ არის Fort Knox-ში. დახარჯულია, დიდი ხანია უკვე. დახარჯულია ფედერალური სარეზერვო სისტემის აგენტების, ანუ კონტრაგენტების, ანუ მოწილეების, ეხლა ბევრმა არ იცის, უბრალოდ მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი ნიშნით არის უნიკალური ქვეყანა. აი მისი უნიკალურობა არის იმაშიც, რომ დოლარს ბეჭდავს არა სამონეტო სახლი, ან ამერიკის ბანკი. დოლარი არის კერძო იურიდიული პირების, ნუ ამ იურიდიული პირების უკან კერძო ფიზიკური პირებითგანან არის აი ეს კერძო კომპანიების საკუთრება. ისინი ბეჭდავენ დოლარს, აწვდიან უკვე იქ ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ის აწვდის უკვე ბანკებს, შტატებშიც არის და ასე შემდეგ. მოკლედ, ამასთან ერთად ტრამპი აპირებს ამ
უკვე არაერთხელ გაისმა ის მუქარა ფედერალური სარეზერვო სისტემის გაუქმებას. მე არ ვიცი ამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ თუ ეს მოხდა, რაშიც მე პრინციპში ეჭვმე ვარ, მაგრამ თუ ეს მოხდა, ეს არის ასეთი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში, აი მას შემდეგ რაც ეს დიდი ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, ამას თუ შეადარებ რა. ამასთან ერთად ეხლა დღეს განსაკუთრებით უბრალოდ მთლიანად დღეს ესე იგი ახალი სკანდალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ირკვევა რომ ჯონ ბაიდენი თავისი კადენციის მიწურულს უკვე არ არის დაზუსტებული 6 თვის თუ 1 წლის განმავლობაში იყენებდა ეგრეთ წოდებულ ავტოხელმოწერას ავტოფენს და მთელი არის ესე იგი იქ არის უამრავი ქსელში უამრავი სკრინი იმისა თუ როგორ არის ერთი და იგივე მოწერილი ასობით, ათასობით დოკუმენტი. აღმოაჩინეს, რომ ეს ავტოფენის მეშვეობით ასევე არის შეწყალებული მათ შორის ბაიდენის ოჯახის წევრები. და არის საუბარი იმაზე. თუ კი ეხლა ესე იგი უნდა გამოიკვლიონ ის თუ ვინ სარგებლობდა და ამბობენ იმასაც, რომ ჯო ბაიდენის დემენცია ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეს ოფიციალური განცხადებებიდან იყო. თუმცა თუ გახსოვთ ექიმის დასკვნა, სადაც ბაიდენმა გაიტანა ესე იგი ვიცე-პრეზიდენტობის დროს საიდუმლო კონფიდენციალური გრიფით არსებული დოკუმენტები და ესე იგი ერთ-ერთი სახლის ექიმმა დაწერა დასკვნაში, ეხლა დემენცია და რაღაცა და შეიძლება ვაპატიოთ, ესე იგი აი ამ ხნიერ კაცს. მოკლედ თუ დამტკიცდა რომ და ეჭვი არის ბაიდენის მეუღლეზე, რომ ჯილ ბაიდენი აწერდა ხელს და პრაქტიკულად მართავდა ქვეყანას რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება გაუქმდეს ყველა ის აქტი, რომელზეც ჯო ბაიდენს აქვს მოწერილი ხელი. ახლა რა მაინტერესებს? აი ეს სკანდალები. ეს რა თქმა უნდა ემსახურება იმას, ეხლა ბაიდენს როდესაც ურტყავს, ეხლა ფორტ ნოქსი ხო არ არის ბაიდენის საკუთრება, ხო? ურტყავს მთლიანად ამ ლიბერალურ ინტერნაციონალს უფრო სწორად ამ სისტემას, deep states და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს და აი ეს გრენლანდია ხო ახსენე, ხო? ესე იგი, არ ეშვება კანადას. ეხლა არის საუბრები იმაზე, რომ იქ არის პროვინცია ერთ-ერთი კანადური ალბერტა, რომელიც ესაზღვრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ძალიან მდიდარი, ანუ იქ ძირითადად ეს გაზის და ნავთობის ესე იგი ის მარაგებია და ამ შტატს ახასიათებს რაღაც სპონტანური გამოვლინებები აქვს სეპარატისტული. ანუ ამბობენ, რომ შეიძლება ალბერტას მეშვეობით მერე დააჩოქებენ კანადას. მაგრამ აი ეს ყველაფერი, რასაც აკეთებს ეს ადმინისტრაცია. ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ სისტემის გადატვირთვას მანამდე, სანამ ესე იგი 4 წელიწადში მოხდება იმისათვის, რომ გარანტირებულად, აი ეს რესპუბლიკური, აი ეს კონკრეტულად ეს გუნდი, ხო? რომელიც არც ნეოკონებს არ მიეკუთვნება, არც სხვა, ესე იგი არც ჩაის პარტიას და ასე შემდეგ, გააგრძელონ თამიმდევრულად აი გადატვირთვა მთელი სისტემის და ამ სისტემაში ხო პოლიტიკური სისტემის რევიზიაც იგულისხმება. ან გრენლანდიის შემოერთებით შეიძლება ამ კაცმა აიღოს და გააგრძელოს კიდევ მესამე კადენციაც დაუშვას მაგალითად. რამდენად განიხილავთ ამ შესაძლებლობას, რომ ამა დასახელი აღარ აქვს და ამიტომაც ყველა კონსპიროლოგია არის გაცოცხლებული. კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით, ფედერალურ სარეზერვო ოქროს ბარაკთან დაკავშირებით. აი ეს კითხვა მაქვს. ეს ნამდვილად ასეა და მოგიხსენებათ, რომ ბევრი დაიწერა შეერთებულ შტატებში, აი შავით თეთრზე სწორედ ამაზე. დაიწერა იმაზე, რომ აი სილიკონის ველის ასე ვთქვათ, ეს ოცეული, სადაც ილონ მასკის გარდა გამორჩეული ფიგურა არის პიტერ ტილი. ეს ის პიტერ ტილია, რომელმაც აი მოკიდა ხელი ახალგაზრდა ჯოდი ვენს და გახადა და მერე უკვე როცა ტრამპი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არავინ არ აძლევდა ფულს მილიარდერებიდან მისი საარჩევნო კამპანიისათვის, მან უთხრა ტრამპს, ბაშოის ახლა პირველად ნახე პიტერ ტილის ისე რომ ტრამპთან ერთად როგორც ის და ლაპარაკობს ამას წინათ ხომ, ეს წლების წინათ. შესთავაზა ტრამპს, რომ აი ეს კვაწილი გამოგადგება ახალგაზრდა ენერგიული და დაიყენა გვერდში და მე დაგაფინანსებ და იყო პირველი რუბიოც არის მისი კი ეს იქ განწყობა ასეთია
რომ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში როგორც საშინაო და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში ხდება ციებ-ცხელება, ვინაიდან ყოველი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ და ახალი ადმინისტრაციის შემოყალიბების შემდეგ შეიძლება კურსი შეიცვალოს, აი მთრალი მძღოლი რომ იყვება რაღაცა იმას. ხანიკეთ. ეხლა წერენ ამაზე ბებს. რომ კი ტრამპი ეხლა ასე აკეთებს, მაგრამ თქვათ, რომ დაკარგოს უმრავლესობა შუალედურ არჩევნებზე ქვედა პალატაში და სენატში, რომ დაკარგოს, მერე თქვათ, რომ აღარ აირჩიონ, მერე რატო ენდობით, აგერ არის ჩინეთი, რომელიც კურსს არ აცვლის. იყო დემოკრატიაც იყო კონსტიტუციური, ბრიტანეთში მოგესალმებათ, გადიოდა საუკუნეები, კურსი არ იცვლებოდა. ყველაფერი საგარეო პოლიტიკაში იყო მყარი. გინდა ვიგი, გინდა ტორი, ვინც გინდა მოსული იყო, მაგრამ იმდენად იყო ამ ფენაში, არისტოკრატიაში გამჯდარი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომელიც უნდა დავიცვათ. რამაზე იყო წლები, როცა იყო კონსენსუსი, ორპარტიული კონსენსუსი რიგ საკითხებზე. და ეს იყო უნიკალური რამ, მიჩნეული იყო, რომ ეს რაღაც არის დაცული ყოველთვის, ეს მოიშალა. ამიტომ პირდაპირ დააყენეს ამ ადამიანებმა საკითხი ძირითადი, აი ამ ტიპის დემოკრატია რამდენად ეფექტიანია ისეთი მასშტაბის ქვეყნისთვის, რომელიც არის შეერთებული შტატები, რომელიც დღესაც კი სამხედრო თვალსაზრისით არის უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი დანარჩენი მსოფლიო, მაგრამ ისეთი რყეების, ასე ვთქვათ, ხიფათის ქვეშ არის სულ მუდამ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ნოლამდე დავიდეს და გარდა ამისა, შეიძლება ბევრი რამე გაკეთდეს ძალიან საზიანო თვითდაზიანების რეჟიმში. ერაყში შეჭრა, ავღანეთში 20 წელი ყოფნა, $2 ტრილიონ მეტის დახარჯვა მხოლოდ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, როგორ გარბიან და როგორ პანტასავით საწყარი ავღანელები ამ შასიდან ვარდებიან, ვინც ცდილობდა რომ გაეღწია თავი. და გარდა ამისა, შევიდნენ გონით 15% იყო თალებების მომხრე, 20 წელი ხარჯეს ყველაფერი და 85% გახადეს თალების მომხრე და მერე გავიდნენ. აი ეს უნდა შეწყდესო და აქ უკვე სისტემის გადახედვაზე ლაპარაკი. ეხლა იქ ვინ არის მტყვანი, ვის აქვს უტოპიური გეგმა, ვის აქვს შედარებით რეალისტური ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს მაგიდაზე დევს. რაღაცა უნდა ვქნათ, თუნდაც მონარქიაზე ვიფიქროთო. ეგეთი ლაპარაკი არის. ანუ ხუან ლინსი უდიდესი კონსტიტუციონალისტი წერდა, რომ ჩილეში იმ ცნობილი, ასე ვთქვათ, გადატრიალების შემდეგ შეერთებული შტატები რჩება მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც უძლებს თავისი კონსტიტუციით იმ საპრეზიდენტო სისტემას, რომელიც ჩვენ გვაქვს. სხვაგან ყველგან ეს ჩაიშალა. მხოლოდ შეერთებული შტატები. და მისი სკოლა აბსოლუტურად შესაძლებელია. არა და კონსტიტუცია შეერთებულ შტატებში გატოლებულია ბიბლიასთან. აბა თქვით, რამე შეერთებულ შტატებში რომ თქვენი კონსტიტუცია შესაძლებელია. ნებისმიერ უნივერსიტეტში თუ ოჯახებში თქვით. კონსტიტუცია მამები და კონსტიტუცია ეს ხელუხლებელია. ამიტომ ეს დღის წესრიგში არის და ეს ცდილობები აშკარად არის, რომ და აი სანახავია როგორ იქნება. ამას ვერავინ ვერ ამბობს. ბატონო პეტრე, თქვენ ახლა არ ხსენეთ ეს რომ ხელშეუხებელი არაფერი აღარ არის, რაც მათ შორის ამერიკის კონსტიტუცია და ის მონარქიაც. ერთ-ერთი პოპულარული მემარჯვენე ყაიდის ფილოსოფოსი, უბრალოდ ისტორიკოსია, კეტრინი არვინი არის ესეთი, რომელიც პირდაპირ ეს მათი იდეოლოგია. აი ეს ამას ამბობს, ესეც არის ტილის ესე იგი გარემოცვაში ამის იდეებს ვენსიც იზიარებს, იქ საერთოდ ბენონის გარდა არის რამდენიმე კონსერვატული ერთ-ერთი დამავიწყდა მას ეკუთვნის ეს ტერმინი პოსტლიბერალიზმი. ანუ ამბობს რომ ეს არსებული ლიბერალური წესრიგი უნდა მორჩეს, ვინაიდან აბსოლუტური მარაზმია და აქ არის მთელი რიგი ამ სიგნალებისა, რომ ესე იგი ის რომ დღეს ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტრუქცია შეუცვლელი დარჩება, ეს არის წარმოუდგენელი. შეიძლება განმარტების სახით ბრიტანეთი რო ვახსენე, ხომ? შევახსენოთ ყველას, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში ხმის მიცემის უფლება ქალებსაც არ ქონდა კი. ქალებს გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიძინეს ძლივს, ხო? მაგრამ 19 საუკუნის დასაწყისში 3% მამაკაცებისა, ვისაც ჰქონდა ცენზი, რომ საკმარისი ქონება ჰქონდა და იხდიდა საქმის გადასახადს. მერე არის თანდათან იზრდება, გახდა 7%. გახდა. როგორც კი გახდა საყოველთაო, გაჩნდა დიდი პრობლემები. რატომ?
მარკ ტვენი რო წერდა, დემოკრატია თქვა უკეთესი არაფერი მოგონილა, მაგრამ დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილება არის აუცილებლად ძალიან სულელური და როგორც ეს მცდარი. იმიტომ რომ როდესაც ამორჩეველთა უდიდესი ნაწილი წარმოდგენა არ აქვს იმ საკითხზე და ვერს გაანალიზებს. ყველასთან, აი თქვა ძალიან კარგი ექიმი შეიძლება იყოს, მე ვიცნობდი ეგეთ ადამიანებს, მაგრამ პოლიტიკას რო დაელაპარაკო, კი, ეს აშკარაა. მე ჩერჩილის სიტყვები გამახსენდა, რომ აი იმის უფლებაზე, რომ სიგარის მოწევის უფლება ქონდეს, მე დავაწესებდი ასევე ცენზს ამას ამბობთ. ანუ ერთადერთი ეს ძალიან მოკლედ ვიტყვი ამ ყველაფერს, ამ ლიბერალურმა კულტურამ ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ამას ხდება ჩემი აზრით ტრამპის ახლანდელი ადმინისტრაცია, ანუ ის ხალხი, ვინც ძალაუფლებაშია დღეს, რომ ლიბერალურმა იმ ასე ვთქვათ ჰეგემონიამ თუ აი ამ დიქტატურამ, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბოლოო ჯამში შეარყია ამერიკის ჰეგემონია. მათი მომხიბლელობა დანარჩენ სამყაროში და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ გლობალურ სამხრეთში სერიოზულად შეირყა ამ იდეით, იმიტომ რომ ეს პრინციპულ დაპირისპირებაში მოვიდა იმ ტრადიციულ ასე ვთქვათ, გაგებებთან, რომელიც ტრადიციულ გაგებებიც ამ სამყაროში არსებობს, ეს იქნება კათოლიკური ლათინური ამერიკა, ეს იქნება ისლამური ახლო აღმოსავლეთი, ეს იქნება ეს ტრადიციული შორეული აზია, ასე ვთქვათ, ბუდისტური თუ ვთქვათ, ინდუისტური და ასე შემდეგ. ისლამზე რო არაფერი ვთქვათ და რა თქმა უნდა ქრისტიანული აღმოსავლეთიც ბუნებრივია, ხო? ანუ შესაბამისად ეს იმდენად გაუცხოვდა აი ეს იმდენად დაპირისპირებაში მოვიდა ეს ყველაფერი, ეს აუცილებლად შესაძლებელია, იმიტომ რომ სხვაგვარად სულ უფრო ესე ვთქვათ დაღმასვლისკენ შეიძლებოდა წასულიყო ამერიკის გავლენები მსოფლიოში თუ ამ დღის წესრიგის გატარებაზე იქნებოდა აკიდებული მთელი რაღაცა ვთქვათ ესე ვთქვათ ძალაუფლების ინფრასტრუქტურა ესე რო ვთქვათ რა შესაბამისად ეს არის როგორც შიგნით ქვეყნის შიგნით აი ეს ინსტრუმენტები რომელიც ახსენე ვთქვათ იქნება ეს ვთქვათ ოქროს საცავების შემოწმება ვთქვათ USAID-ის ხარჯების გამოტანა ნელ-ნელა ოღონდ ეს თან ნელ-ნელა იქნება იმიტომ რომ ეს არ უნდა დაავიწყდეს ხალხს ეს სულ უნდა ზედაპირზე უნდა იყოს ანუ ის ელიტა წარსული ესე ვთქვათ ყოფილი ელიტა ყოფილი არა იმიტომ რომ უკვე ყოფილია და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია არამედ როგორც უნდა რომ იყოს ვთქვათ ტრამპის ადმინისტრაციას ხო რომ ყოფილი ელიტა იყოს და თვითონ იყოს მომავალი ელიტა ხო ის ჯგუფი აი ეს ყოფილი ელიტის ყველანაირი დისკრედიტაცია უნდა მოხდეს ომების მას უნდა მიეწეროს ფულის არასწორი ხარჯვა და ფლანგვაც მას უნდა მიეწეროს ხო იდეოლოგიური არასწორი იდეოლოგიური ნარატივები მას უნდა მიეწეროს ამ მთელი ეს ყველაფერი ერთიანი კამპანია უნდა წარმოებდეს იმიტომ რომ სხვაგვარად როგორ არის იცი სხვაგვარად აი ეს თქვათ ინფლაცია თქვათ რაღაცა მარტო უკრაინაში ომის საკითხი და ასე შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი ვერ იქნება, იმიტომ რომ ინფლაციას შეიძლება რაღაცა პერიოდი ვერაფერი ვერ უქნას, ხო? ვერც სამუშაო ადგილები ისეთი ეფექტურად ვერ დააბრუნოს ქვეყანაში და ასე შემდეგ. ამაგია რომ ძველი ელიტის დისკრედიტაცია შესაძლებელია. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ესე ფუნდამენტური ელემენტი მათი პოლიტიკის. აბსოლუტურად გეთახმები და დღეს ბატონ პეტრეს წაუკითხე, ეს ამ გადაცემა დაიწყებოდა, ანუ გუშინ გამოაგდეს კვლევა, მოკლედ ჩაატარეს დემოგრაფები ახდენენ, კვლევების საფუძველზე, არ ვიცი, აღწერა ჩაატარეს თუ კვლევა ჩაატარეს. მოკლედ შტატებში 18-დან 29 წლამდე ამ ასაკობრივ იმაში კლასტერში დადგინდა, რომ ბისექსუალების ქალებს შორის ბისექსუალ არატრადიციული ორიენტაციის მქონე იქ ბისექსუალების დიდი ნაწილია, მაგრამ 37% არის ესე იგი აი არატრადიციული ორიენტაციის. მამაკაცებში ეს პროცენტი ნაკლებია, 9%-ია, მაგრამ ეს კვლევა რო შეადარეს 10 წლის წინანდელ კვლევასთან აღმოჩნდა რომ მაშინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა ერთ შემთხვევაში 7 და 2%-ს. მოკლედ გაიზარდა რაღაცა კატასტროფა. რამდენჯერმე. ის რომ ტრამპმა აკრძალა ეს თერაპია ჰორმონალური და სქესის შეცვლაც კი აკრძალა და ეს არის აი ყველაფერი რასაც შელაპარაკობ. ანუ მთლიანად უნდა დაადანაშაულო ეს ლიბერალური ინტერნაციონალი აი ამ დანაშაულებებში ისე რომ და სხვათა შორის ეს ძალიან გავს პროცესს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ახლა მინდა საქართველოზე კითხოთ. საქართველოში
აი ორშაბათიდან იწყება საპარლამენტო კომისიის აი რაღაც მოსმე ისა განხილვები აი ამ ნაციონალური მოძრაობის და ამ რეჟიმთან ესე იგი ამ შეფასებების გამოძიება. მოკლედ მე რამინდა კითხოთ. აი ეს ამერიკაის ელჩი შეხვდა და საერთოდ აი ამ წინა რაღაცა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ოპოზიცია დარტყმას იღებს. გარედან, შიგნიდან უკვე ეტყობა რომ იქ არის შიგნით არის ძალიან ესე იგი ერთმანეთზე გადაბრალებით ცდელობები, არის აშკარა დეპრესია, კი გრძელდება ეს პროტესტები, მაგრამ ამ სიმბოლური ხასიათი აქვს პროტესტებს და ამასთან დაკავშირებით ოქტომბერში ველოდებით ადგილობრივ არჩევნებს. რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ნუ ასე ამბობს. სამაგიდო კი ბატონო, ასე ამბობს, მაგრამ ნუ არ ვიცი, შეიძლება მიიღოს, თუმცა არ უშვებ ამის შესაძლებლობას. სამაგიდოდ იღებს მონაწილეობას მაგალითად გიორგი ვახარია. თუ გახარია. მოშლება. შეიძლება მიიღოს და აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას გირჩი. გირჩი მიიღებს კი ბატონო. ეს კარგი გირჩია. არაზურაბი. და მოკლედ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები. იმის გათვალისწინებით. ნუ თუ კი აი ამ რადიკალურ მონაწილეობამ არ მიიღო ეს მონაწილეობა. და პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესი. გასამართლების თუ გამოძიების უფრო სწორად. ხომ არ მოხდება ისე, რომ წლის ბოლომდე ჩვენ საქართველოში მივიღებთ განსხვავებულ პარტიულ კომპოზიციას, რომელიც დაასრულებს ამ ისტორიულ ეტაპს, აი პირობითად 10 წლიანს და ჩვენ დავინახავთ სხვა კონტურებს მომავალი სისტემის. სადაც იქნება მყარი უმრავლესობა და ამასთან ერთად უმცირესობაში ყოფი რამდენიმე პოლიტიკური, მაგრამ ადეკვატური ოპონენტისგან შექმნილი. ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შტატებში და ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეიძლება შეუცვლელად პროცესად უნდა იქცეს, სხვა შემთხვევაში ტრამპი ისე სახში ახლა წაგებული არჩევნების შემდეგ ვერ იქნება რა, არ მოხდება ეს. დაამთავრებს სხვაგან თავის ცხოვრებას და ამასთან ერთად სხვა დანარჩენებიც. რამდენად უშვებთ ამ შესაძლებლობას, რომ აი ამ კურსის პარალელურად დემონტაჟს გულისხმობ ლიბერალური სისტემის მოხდეს საბოლოო დემონტაჟი აქ აი ატავისტური აი ამ პოლიტიკური რეჟიმისა, უბრალოდ აი ამ ატავისტური ინერციული ძალის ამ პოლიტიკური ორგანიზაციების, რომელიც იმ რეჟიმთან იყვნენ დაკავშირებულები. და ამით დავასრულოთ. ვიცით, ჩემი აზრით, შანსი არის ეს შანსი გარანტირებული არ არის და რატო ვამბობ ამას? ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 12 წელს ოქტომბერში 21 ოქტომბერს პარლამენტმა სცნო თავისი უფლებამოსილება, ოცნება მოვიდა უმრავლესობით და იქიდან ავითვალოთ, ხო? ვერავინ ვერ დააბრალებს ოცნებას იოტისოდანა პატიოსანი და საღათ მოზრონ ადამიანი, რომ ვინმეს შეუშალეს ხელი, რომ ახალი პარტია შექმნილიყო. და ამით სარგებლობდნენ ადამიანები, ქმნიდნენ ამ პარტიებს და 300-ზე მეტი პარტია რეგისტრირებული, 18 პარტია გავიდა ხო არჩევნებში და ასე შემდეგ, მაგრამ აი რასაც ქვია ოპოზიცია კლასიკური გაგებით. ანუ ეროვნული ინტერესების მიმართ ლოიალური, ერთგული პოლიტიკური ძალა პლუს საკმარისად კომპეტენტური. ხო? ეს არ შეიქმნა. არის მის კითხვა რატომ? ვინმე უშლიდა? რატომ? გასაგებიც არის რატომ? ესე იგი გჭირდება თქვა უსათუოდ დღეს ფული რომ პარტია გამოჩნდეს. იქნებ რესურსი არ ყოფნის ადამიანურ. იქნებ ჩვენს მონარქიის მოდელი გამიხსნა. საინტერესო რა არის, იცით, იმ რეჟიმის შემდეგ და რაც მოხდა იმის შემდეგ, აი ეს პოლიტიკური ნიშა, რომ მოიზიდო ადამიანები, აი რა უნდა ქნას ასეთმა ძალამ? უნდა ობიექტურად გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი ობიექტური დამოკიდებულება სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, სადისტური კლეპტოკრატიის მიმართ. თუნდაც შემსავით თქვას, რომ აი პირველ წლებში განსაკუთრებით ივანიშვილის ფულის მეშვეობით დიდი საქმეების გაკეთდა პარალელურად ამ საშინელი კლეპტოკრატიის და ავტორიტარიზმის შენებლობისა, ხო? არის ეს. რა თქმა უნდა, კი, აბსოლუტურად. ამით დაიწყოს და მე უნდა იყოს თავისი პროგრამა, აი რა.
რა ისეთი რომ ხო? და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით. იშვიათად ვამოფამას და გეტყვით. მე ვთქვათ, ეგეთი ძალა რო გამოჩენილიყო, მე თელ ჩემს რაღაცა თუ მაქვს გამოცდილება და შეძენილი, შევთავაზებდი აი ასეთ ოპოზიციურ პარტიას, იმიტომ რომ ოპოზიცია აუცილებელია განვითარების. რა თქმა უნდა. აი მე ვეკითხები ხოლმე, ვინც აი მეკითხებიან და რაღაც მიწე ხოლმე ხან ონლაინ ლექცია და სხვა, კი მაგრამ აი ოპოზიციის გარეშე და ანტიეროვნულ ძალებთან ბრძოლის პირობებში აქამდე როგორ მოვიდა ოცნება? ჩვენ ხო ვიცით ოპოზიციის გარეშე რა ხდება? ძალაუფლება რყნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად. რატო არ მოხდა ეს პირიქით? პოზიტიური სელექცია გამოჩნდა და დღევანდელი ოცნება პროფესიულად და სხვა პარამეტრებით ბევრად უკეთესია იმ ექსპარტიულ ეკლექტიურ და დღეს ოცნება უკეთესია ვიდრე ოცნება რომელიც იყო 8 წლის წინ. კი, ანტაშორის თუ შეამჩნიეთ აღარისმის ოპოზიციის მხრიდან გახსოვთ ადრე უნიათოები არიან ეხლა მოგეძებნე იმიტომ რომ 13 წელი როცა მარცხდები ხო უნიათოსთან ხარ დეგედერატი 16 წელს რომ მოვიდნენ საკონსტიტუციურესობით იქ ისეთები იყვნენ რომლებმაც დემონსტრაციულად მიატოვეს აი გავრილოვის ღამის შემდეგ და ეს იყო ის შემადგენლობა რომელიც მომაც ლომჯარია მოიყვანა ომბუდსმანად მე რო ამას უყურებდი ხო გესმის ხო ვიცი ეს ვინც არის და რაც მოხდებოდა ხო ეს ყველაფერი რატო იცით ყავს ოპოზიცია ოცნებას და ეს არის ივანიშვილი ურთულეს რამეს აკეთებს ეს ადამიანი რომელიც თან რა თქმა უნდა ლიდერია გარკვეულ გაგებით ახლა შეიცვლებოდა ეს სრულიად არასწორი კურსი 24 წელს 22 წელს ის რა ქვია როცა დაიწყო ომი ხო არ შეიცვლებოდა მარტში რო შეიცვალა როცა კელიდეგდანი შევარდა და ასე შემდეგ ხო ეს ადამიანი ამასაც ახერხებს და რატო ბედავ ამის ხმას თვითონ თქვა რა ერთხელ არა თვითონ თქვა ჯერტი აი ეს 18 წელს გამოვიდა და მესამედ მოსვლა რო იყო თქვა რომ მე მოვდივარ ამიტომ რომ კონკურენცია არ გააჩნია ამ პარტიას და ეს აისახა და გახსოვთ ფრაზა ბევრს ეშლება კონტროლი მართვაში მე არ მართავ მაგრამ მე ვცდილობ გავაკონტროლო იმიტომ რომ ჩვენი ხალხი აირჩევს რა თავის ხელისუფლებას მე ვეღარ აკონტროლებს ხოლმე მე ვცდილობ ამას აი ეს არის უნიკალური ქართული გამოცდილება ამ წლებისა როცა დიდი რესურსების ყოველხრივ დიდი ავტორიტეტი პრიორიტეტი ადამიანმა ეს შეძლო ხო ამიტომაც არაერთხელ უთქვამს რომ სულ ხო არ იქნება ოცნება რომ ხომ უნდა მოვიდეს რაღაცა ძალა ხო ეს მომენტი არის მაგრამ ხედავთ მარგინალიზაციას პირველად ანტიეროვნული ძალების მარგინალიზაციას ეს გამოჩნდა ძალიან მკვეთრად და რაც თავარია კიდე არანაკლებად მნიშვნელოვანი ენჯიოკრატიაზე ჩეთემ ჰაუსის მოხსენებას რო ქონდა ბრწყინვალე სტატია 200 წელი რო ენჯიოკრატია საქართველოში და იქვე სათაურში როგორ დავასრულოთ ფერადი რევოლუცია საქართველოში სხვა ხო ენჯიოკრატია რომელიც ლუცევიჩს არანაირად არ ასახავს მართლა ხალხის აზრს ან რეალური სამოქალაქო საზოგადოების აზრს არამედ ბლოკავს მას ქმნის ფილტს და ინსტრუმენტია სააკაშვილის ხელისუფლების ხელში რომ აგერ ჩვენ მუშაობთ NGO-ებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების აი მათი აზრი როცა საჭიროა რა საჭიროა დრო არ არის რომ მოიყვანდი მაგალითებს გასაოცარს იგივე თქვათ ამ ხორცის გაძვირებაზე NGO-ების მთელი სპექტრი არ მეგონა თვამდენი და ყველაფერი მაშინ ხო აი ესეც თავდება თუ ამას მოვესწრებოდი არ მეგონა გესმით ასაკში ვარ ადამიანი მაგრამ აშკარად ეს და ამ ხრივ ტრამპის წვლილი USAID-ის 83% დაფინანსებისა შეწყდა დასაბუთდა რომ ავნებლობა იყო სადღაც ეგვიპტეში ტრანსგენდერებისთვის ბავშვებისთვის ოპერაციის კეთებაზე მილიარდების ხარჯვა ხო ესე აი ეს არის ქაბულში გენდერული კვლევების კათედრა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას რომ ახლა უკვე მაგარია ხო და მოიფიქრო $1 მილიონი დახარჯო გენდერულ კვლევებში ავღანეთში რესურსი იმისა რომ თქვათ იყოს ლოიალური და კომპეტენტური ოპოზიცია ლოიალური ეროვნული ინტერესებისა ეროვნული საფრთხეების ინტერესებისა ხო მაინც და მაინც ვერ ხედავ თითქოს ყველას მეტნაკლებად ვიცნობ და რა საინტერესო აი ამ პროტესტებში რაც მიმდინარეობს ამდენი ხანი გამჭვირვალების კანონიდან LGBT პროპაგანდას შემდეგ არჩევნები და შემდეგ ერთი ვინმე გამოჩნდა ლიდერი რომელიც იყოს გონიერი ნორმალური და ისეთი რაღაცები უთხრას ხალხს და ჩვენს ყველას რომ მოგეწონოს რომ აი კაცი ფიქრობს საქართველოზე გულისტკივა და მე მყავს ია ფარულოვა
გუშინ გავეცანი ვიდეოზე და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პერსპექტიული პოლიტიკოსია. ნუ სიმპათიური ჭკვიანი. გუშინ მაგალითად როსტაბელზე ვიღაც გოგონას უსაუბრია და მე არ მომისმენია გადმოცემით ვიცი რომ აი ვამბობენ ცოტანი და რას ქვია ცოტანი 300 არაგველი აჰა ასაკეთე ხო დიაგნოზია უკვე მე ამაზე პასუხი მაქვს ვიწვი უცებ 300 არაგველის ძალა და რუსთაველზე რო ხალხი იქნება ესეც ძალა იქნებოდა რომ ჭეშმარიტების მხარეს იდგნენ რომ ფაქტებს არ აყალბებდნენ რომ მაგრამ როცა არ ახარ ჭეშმარიტების მხარეს და ხარ დეზინფორმაციის სირისწამების და ყოველნაირი მოტყუების მხარეს ხომ 10000-ის რომ მივიდეს არაფერი არ არის ენდრიუ ჯექსონს აქვს ნათქვამი მე პრეზიდენტი რო იყო გენერალი ერთი უშიშარი ადამიანის კი უკვე უმრავლესობაა მისი ზეგრი ჩამოაგდეს მე უბრალოდ იმას დავამატებ კი რა ესე მეორე პერსპექტივას შემოგთავაზებ რომ ცხადია ამ დინამიკას რომელიც დღეს მიმდინარეობს სოფლიოში შეუძლია იმ პოზიტიური ესე ვთქვათ ცვლილების გამოწვევა და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიჩქარებ, იმიტომ რომ ეს სისტემა იმდენად დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და იმდენად გამჯდარია ადამიანებში, იმდენად რწმენის კატეგორიაში გადასულია და არა მხოლოდ თქვათ ოპოზიცია NGO ასე შემდეგ ჩვენ საჯარო სექტორში გვაქვს ძალიან სერიოზული თქვათ გამოწვევები იგივე მიმართულებით, ხო? ანუ მთელი ჩვენი ესე ვთქვათ საჯარო სივრცე ძალიან სერიოზულად იყო დამოკიდებული ამ დასავლურ დაფინანსებას და ამ idеოლოგიურ ინდოქტრინაციას. ამიტომ ეს მარტივად არ გაივლის ჩვენგან, ეს ძალიან სერიოზული საზრუნავი იქნება ჩვენთვის. ჩვენ როგორც ხელისუფლებისთვის საზოგადოებისთვის ძალიან სერიოზული საზრუნავი იქნება. და იმისთვის რომ მართლაც მოხდეს რაღაც ესეთი თქვათ ალტერნატივის გაჩენა, ალტერნატივის კი არა ოპოზიციის გაჩენა, რაზეც საუბარი იყო, ასე თქვათ, აი ლოიალური სახელმწიფო ინტერესების მიმართ და კომპეტენტური, ხო? გარდა იმისა, რომ თქვა, მე მგონია რომ ადამიანები მოიძებნება, მთავარი რესურსი ეს არის ფინანსური რესურსი, რომელიც პოლიტიკას სერიოზული, აი ტრამპზე ვსაუბრობდით წეღან და რო არ გამოჩენილიყო ის დაფინანსების ის რესურსები, რომელიც საბოლოო ჯამში გამოჩნდა მისთვისაც ეს აბსოლუტურად მიუღწეველი იქნებოდა ის შედეგი, რაც აქვს, ხო? მithume იგივე არის, მაგრამ თუნდაც პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც რაღაცა პატარა რესურსი ამას სჭირდება, როგორც დაფინანსების თვალსაზრისით, ისე მედიალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავდით, რომ ამ დიქოტომიას, რომელიც აქამდე ქონდა ამ 12 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან, სწორედ კვებავდა ის, რომ არსებობდა ფინანსების გადანაწილება მხოლოდ ორ პოლიტიკურ პოლუსზე აქეთ-იქით და ასევე მედია რესურსის გადანაწილება ორი პოლიტიკურ პოლუსზე, ხო? აი ესეც ამასთან ერთად თუ არ მოიშალა და თუ არ გამოჩნდა მეორე მხარეს, ესე ვთქვათ, ოპოზიციის თუნდაც მხარეს რაღაცა ვთქვათ, რესურსი, ფინანსური და მედიალური რესურსი, რთული იქნება, რომ ვინმემ რამე ისეთი კონკურენცია გასწიოს. მაგრამ და კიდევ უფრო ისეც ვიტყვი ახლა ესე ვთქვათ, რა როგორც არ უნდა იყოს ამ წუთის მონაცემებით რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ არ არის ჩემი აზრით ანუ როგორი არაპოპულარულიც არ უნდა იყოს არ არის ჩვენი პირველადი საზრუნავი დემოკრატია ჩვენი პირველადი საზრუნავი ამ შემთხვევაში არის ის რომ გადავრჩეთ ამ ვითარებაში და შესაძლოა აი ეს რაღაცა ძალაუფლების კონსოლიდაციაც თუნდაც ერთი პარტიის ხელში იყოს საშუალება იმისა რომ ჩვენ გავახციოთ ფონს აქედან და მე შეიძლება ამაზე ზრუნვის დრო მოვიდეს და დადგეს. ნუ შეიძლება ვიღაცებმა თქვან რომ თუ დემოკრატია ეხლავე არ ვაშენეთ მე არ გამოვა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ ამ წუთას მით უმეტეს ხელისუფლების და მით უმეტეს მართველი გუნდის საზრუნავი არ არის ოპოზიციის ხელშეწყობა, ხო? მათ საკუთარი ტვირთი აქვს, ის ტვირთი სასურველია რომ ზიდონ ისე როგორც საზიდია და ოპოზიცია გაჩნდება, თავისთავად გაჩნდება და იარსებს ახლა რაღაც დონეზე მით უმეტეს ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში არსებობს ოპოზიცია, რომ წარმოუდგენელია, ხო? და დემოკრატიის ისეთი ელემენტები, ისეთი ნიშნები არის თუნდაც ჩინეთში. ჩინეთში, აბა. ხო, სადაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ვინ უფრო დემოკრატიულია, ჩინეთი თუ ბრიტანეთი მაგალითად, ხო? დღევანდელი გაგებით რო შევხედოთ. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ინსტრუმენტებზე ვიზრუნოთ. დემოკრატია ინსტრუმენტი. არ შეიძლება ვიზრუნოთ ამ წუთას ინსტრუმენტებს. ამ წუთას მიზნებზე უნდა ვიზრუნოთ. აბსოლუტურად გეთანხმებით ორივეს. მით უფრო მოდით გავიხსენოთ. იაპონია ხო დემოკრატიული ქვეყანა. ინდოეთის ხო ითვლება ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატიული მექსიკას ხო დემოკრატიული ქვეყანაა. ერთ, მეორე და მესამე ქვეყანასაც ერთი და იგივე პარტია მართავდა, აი მექსიკას
რევოლუციურ კონსტიტუციური პარტია 70 წელი რევოლუციური შვედეთ სოციალ-დემოკრატები ისინი გრუხარლებენ ბუტონთან 40-50 წელი. იაპონიას ლიბერალ-დემოკრატიული პარტია შუა ერთი იყო. ინდოეთის ეროვნული ეს განდის პარტია კონგრესი. მერკელი რამდენ რა პრობლემაა? მე როცა ვამბობ, ანუ ჩვენ ხელოვნურად ვცდილობთ პროცედურული დემოკრატიის დამკვიდრებას და მაგას თავი და განსაკუთრებით კლავს ეს არგუმენტი. არ დაიღალე, ფსიქოლოგიურად დავიღალე. ვისგან დაიღალე? ანუ იმის გამო, რომ შენი უტვინობის გამო შენ იღლები, მე უნდა ვთქვა, მე საფრთხის წინ უნდა დავაყენო, ქვეშ უნდა დავაყენო, ქვეყნის მომავალი და გავითარება. ძალიან საინტერესო მოვლენა, ეს არის ტელედაღლა. ტელეეკრანიდან ეს სახეები და ამაზე ხო ბევრს წერენ სოციოფსიქოლოგები, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გადავაჭარბეთ. უკვე ესე იგი ჩვენ დავამყარეთ რეკორდი. ეს არის უპრეცედენტო ხანგრძლივობის დაამთავრე ბატონო რაღა დარჩება ბატონო პეტრიკ შეიძლება ეს არის რომ ჩდება ხოლმე მაყურებელი რომელიც ყოველ საღამოს უყურებს და აღარ შეგვიძლია ამ სახეების დანახვა რამდენი ხანი. ანუ ის რომ ბევრი საქმე კარგად გააკეთეს, საქართველოს არ რომ სადღაც ეს არ ოღონდ ეს ამ დროს საჭირო არის ცვლილება თუნდაც გუნდის შიგნით და ეს ხდება მადლობა. ნუ როტაციას ახდენს ეს კაცი თქვენ ახსენეთ ავანგარდული რესურსის როტაციას პერიოდულობით კეთდება რაც არის ეს არის ამას ეს არ ეშლება და ბევრი რაღაც არ ეშლება. ძვირფასო მაყურებლები უღრმესი მადლობა მათ ვისაც გაუძლო მარათონია პრაქტიკულად არა გადაცემა. დიდი მადლობა მე დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობა ბოლომდე უყურებდა ამ გადაცემას. დიდი მადლობა ამ ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის ჩვენს სტუმრებს. თქვენ კი გემშვიდობით მომავალ პარასკევამდე კარგად ბრანდებოდით.